ზალჩხიძე არის მასწავლებელი, ლექტორი, პროფესორი. ნებისმიერი რამის გასარკვევად მოდიხართ ჩემთან. მე შეფოდა განსხვავება პირიქით რაღაც უფრო ადამიანი უფრო და უფრო თავი. იცით რამდენია პროცენტი საერთო ჩაჭრილი ადამიანების? 51. შენ გიჭირავს ხელში გამანადგურებელი იარაღი, ან იქნებით კარგი ლექტორი, ან იქნებით სტუდენტების საყვარელი ლექტორი. საკუთარი სტუდენტების ლექციებზე ზიხარ, როგორც უკვე მათი სტუდენტი. ეს შენს ეგოს არ ურახუნებს? პირიქით. ბაზარი არ არის. კაია. ეხავე შემილია 20 ტექსტის ჩამოთვლა, რომელიც ქართულ საზოგადოებას უკუღმა ესმით. მე მგონია რომ სწორია, თან მგონია რომ არასწორია. სადმე გაგიგია რომ ღმერთი არის გამზდელში თავი პერსონაჟი, რომელიც თავს იკლავს. ის ცისკრის ვარსკვლავი იქ რატოა? ეს ყველაფერი ქართული ლიტერატურით მტკიცდება? ჩემი აზრით, მხოლოდ ქართული ლიტერატურით მტკიცდება. აბსოლუტურად ბოდო არასაც ახლა ვიკითხავ. ბაშიაჭუკი შეიძლება იყოს პირველი ქართული ინტერპრეტაცია. მივყვეთ ლათინო-ამერიკული გამოცდილებით. ფოლკნერი შეუძლებელია სახარების გარეშე. რას ნიშნავს ჩვენ ჩვენი დღეება? ეგ არის მშვენიერება. მშვენების ახმის უნდა. მშვენიერების ახმის უნდა. მაგ, კი, გაკ. საკუთარ თავს უნდა შეძლო, აპატიო, საკუთარი წარსული. იმიტომ რომ თუ საკუთარ თავს, საკუთარ წარსულს არ შეუნდობ, ის აუცილებლად დაგეწევა. ხო, ანუ გამოდის 15 წლის მერე კიდე იტყვი დღევანდელ დღეზე. და მაგარია. მოგილაზე ინტერვიუ როგორ ჩაწერა ჩემთან იმდენი რა. დავრიცოდი. ბიჭო, ძალიან ადრიანად მოგიყვანეთ, ხო? 11-ზე გაქვს ლექცია. მოგაპატიეთ რა ყველას დაგვიანებისთვის. თქვენ არ გაკოცებთ ჯერ. რა შეიძლება? რა ვიცი, გავახართ ხალხო. 11-ზე რო შეხვალ, რამდენ ხანს ხარ? 6-ის ნახევრამდე. და გადაბმით, გაქვს ლექციები? იციანერება. ჯაჭვით გაბმე. იმათ მაგნეს. მე ჯერ მე შევიდე? აუ, ძალიან ჯანზია, შეხე. სადა ვარ? მოგთან. ბიჭო, ძალიან დიდი ხანია აქ არ ყოფილა. დღეს რომელ კურსელებთან გაქვს? პირველი. მარტო პირველი. შენ ლიბრი მაგნია ეგა? პირველები ლიბრიც მაქვს, მაგრამ ისა მაქვს. ჯერ ლითხელი მაქვს. ლითხელი რა? დასავლური ლიტერატურის და ხელოვნების ისტორია. ლიტერატურა და ხელოვნება. ეს ლითხელი. მე ჯგუფხელი ვიცი რა იყო და ლითხელი. ეს შემოკლებით ლითხელს ვეძახით, იმიტომ რომ გრძელი სახელით სახელით პირველ კურსელისთვის სავალდებულოა, ხო ეს საგანი? და ლიბრი მაგნი მარტო შეუძლიათ აირჩიონ და მარტო მართვის ხალხისთვის. მართლა სოციალური საზოგადოებრივი. ხო, რომელიც საზოგადო, ხო. მე მგონი ეხლა რომ უყურებ ამ ბანერს და ზედ გაკეთებულ წარწერებს და კონტექსტს რის გამოც არის ეს ყველაფერი გაკეთებული. მე მგონი თლად უდროც არ უნდა იყოს დიქტატორებზე და დიქტატორულ რომანებზე და ძალაუფლებაზე და ძალაუფლების მარტოობაზე ლაპარაკი. მე არ მჯერა იმის, რომ ლიტერატურას რაღაცების შეჩერება შეუძლია, მაგრამ მგონი შეუძლია ის, რომ ყველაფერს თავის სახელი დაარქვას. ხო, გეთანხმები. და შეიძლება იცინას წარმეტყველოს. წინასწარმეტყველების უნარიც აქვს? კი. ეს სტუდენტები ნელ-ნელა მე მგონია, რომ ჰაინრიხ მანმა იწინას წარმეტყველა. ახალგაზრდა ლექტორის, პროფესორის დღის წესრიგი.
კითხულობს ლექციებს, რა ვიცი, რა შეგვიძლია. თაობებში არის განსხვავება. კი, ისეთი. კურსების მიხედვითაც არის განსხვავება, დამოკიდებულებებში არის განსხვავება, მსოფლმხედველობაში არის განსხვავება, ცოდნაში არის განსხვავება. უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი თუ პირიქით? საერთო სურათში ალბათ უკეთესობისკენ ნაკლებად. ცოდნაში თუ მსოფლმხედველობაში უფრო. რას გულისხმობ? მე რაღაც პირიქით მეგონა. ის არის ძალიან გაძლიერდა ფსევდოკონსერვატული ფსევდოკონსერვატული შეხედულებები. რას გულისხმობ ფსევდოკონსერვატულში? უფრო მყარი აქვთ ცრუ გაქოვებული შეხედულებები. ბევრს, ყველას არ აცხადია, მაგრამ ბევრს. და რა მიგაჩნია მაგის მიზეზად? მე შეფოდა განსხვავება პირიქით რაღაც უფრო ადამიანი უფრო და უფრო თავის გაცილებით და რამ ჩაკეტა რას 10 წლის წინ. რას უკავშირებ? მე მგონია რომ სოციალურ გავლენებს რა. ანუ რაღაცეები რაც ჩვეულებრივი იყო მაგალითად 10 წლის წინ, 10 წლის წინ, 12 წლის წინ. რაზეც ყოველ შემთხვევაში ღია სივრცეში, ახლა გულში რას ფიქრობდნენ ადამიანები არ ვიცი, მაგრამ ღია სივრცეში კამათი მაგალითად ან აზრთა სხვადასხვაობა შედარებით ნაკლებად იყო. დღეს ის არის საბრძოლია. აი ადამიანის უფლებები მაგალითად. ხო. რაღაცა შეხედულებები, აი ღიაობა სამყაროს მიმართ ნაკლები აქვთ. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. ყოველგვარი ყალბი პოლიტკორექტულობის გარეშე. აი ის რომ სტუდენტების რაღაც ნაწილმა, მე იმედი მაქვს რომ დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა რომ აქ გამოფინოს ეს ბაირაღი, ხო? ზედააწეროს თავისუფლება და იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ჩემი ღრმარწმენით და იმედი მაქვს რომ ბევრის ღრმარწმენით არიან უკანონო პატიმრები, შენი სტუდენტების რა ნაწილი იზიარებს აი ამ სულისკვეთებას? უდიდესი უმრავლესობა. რამდენად გამოხატავენ ეს სხვა ამბავია, მაგრამ ამ უდიდესი უმრავლესობიდან რამდენს აქვს, რამდენი ხედავს შენი აზრით იმ რისკს, რომ ეს თავისუფლება დასაცავია. ან შეიძლება მოსაპოვებელიც, იმიტომ რომ აღმოჩნდა მე ჩემი წარმოადგენს ნაკლები ჩემი აზრით. საერთოდ გონია რომ 90-იანებში, როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მე რო აღმოვაჩინეთ, რომ თავისუფლება მთლად ბოლომდეც არ მოგვიპოვებია. იზიარებ მაგ აზრს. თავისუფლება გინდა პიროვნული არა, უბრალოდ ჩემი აზრით, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც და საზოგადოებას, რომელსაც თავისუფლებაში არ უცხოვრია, მცდარი წარმოდგენები აქვს თავისუფლებას. და როცა რეალობა დგება და ის რაღაც იდეა მდგომარეობა არ არის არც ისეთი ჰარმონიული და არც ისეთი იდეალური, როგორც გავიდან გეჩვენებოდა, მე იმედგაცრუება ბუნებრივი მდგომარეობა არა. უბრალოდ შენში უნდა გადალახვექ როგორც ადამიანმა და როგორც საზოგადოებამ. ლიტერატურიდან მოიშველიო, მოიხმო რაღაც მაგალითები პერსონაჟების დაკვირვებით. შეუძლია არათავისუფალმა ადამიანმა შექმნას თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ქვეყანა. არა. ჩემი აზრით არა. ზალჩხიძე არის მასწავლებელი, ლექტორი, პროფესორი, ესეისტი, წარსულში პოეტი, ავტორი, მოკლედ ზოგადად საინტერესო ადამიანი, ჩემი მეგობარი და პრინციპში ამ ინტერვიუს აქვს ერთი ზოგადი დანიშნულებაც და კონკრეტული დანიშნულებაც, პირადად ჩემთვის ზალი არის განსაკუთრებულად კარგი მცოდნე ლათინური ამერიკის ლიტერატურის, ესპანურენოვანი ლათინოამერიკული ლიტერატურის, რომელიც ავტორებისთვის ძალიან ჩვეულია. წერა დიქტატურაზე, წერა ძალაუფლებაზე, აბსოლუტურ ძალაუფლებაზე და მე შევეცდები ამ ინტერვიუს განმავლობაში, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა დავსვა იმასთან დაკავშირებით, როგორ ისახება ხოლმე დიქტატურა და დიქტატორის სახე-ხატი ლიტერატურაში, როგორ გავლენას ახდენს, ასე ვთქვათ, დიქტატურა ლიტერატურაზე და პირიქით. სად დავჯდე? აქვე? ჩემი ხართ ყველა? ლიბრის ხალხი ხართ ყველა თუ სხვა ფაკულტეტიც არის? ხალხო, წინა სემესტრის უწყისები დახურულია უკვე. ვინმეს რამე პრობლემა ხო არა აქვს? არა, ან კაი. ამათ მაინც ისე ჩემთან უფრო
გახსნილი აქვს ურთიერთობა, თქვენ მესმის რომ ბევრი წინაღობა შეიძლება გქონდეთ, ნებისმიერი რამის გასარკვევად მოდიხართ ჩემთან. ჩემ თანაკურსელს ვკითხე ბატონო ზალ და იმან ესე მითხრა და რაღაცები არ მუშაობს. დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე, 8 საათამდე, ზოგჯერ 9 საათამდე მე უნივერსიტეტში ვარ. როდესაც დაფიქრდებით იმის შესახებ, ეს საგანი ძნელია თუ არა, სულ გაიხსენეთ FX-ის გამოცდა ორივე უნივერსიტეტში. ჩარჩა 3 ადამიანს. იცით რამდენია პროცენტი საერთო ჩაჭრილი ადამიანების? არ გაგიხარდებათ რიცხვის გაგება 51. როგორც წესი, ლექციების უმრავლესობა გაყოფილი იქნება ესე, რომ ერთ ნაწილში ვილაპარაკებთ ლიტერატურის შესახებ, მეორე ნაწილში ვილაპარაკებთ ვიზუალური ხელოვნების შესახებ. შენ მკაცრი ლექტორი ხარ? ასეთი სახელი მაქვს, კი. ჩემი შტაბეშტილებით არა, მაგრამ სტუდენტების შტაბეშტილებით რაც გამიგია კი, მომცხოვნი, ასე რომ ვთქვათ. იცი რას ვფიქრობ, აი მე მგონია რომ სწორია, კი ბატონო, მაგრამ თან მგონია რომ არასწორია. ოდესღაც ერთმა ძალიან კარგმა კაცმა რა შემატყო არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს შემატყო, თავის კაბინეტში მითხრა ესეთი რამე. ხო. ზალ თქვენ გაქვთ არჩევანი. ან იქნებით კარგი ლექტორი, ან იქნებით სტუდენტების საყვარელი ლექტორი. მე იმ კაცის მჯერა. შენ კარგი ლექტორი გამოდი. არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც არის ისე. გაქვს იმის გამოცდილება, რომ ხელმეორედ მობრუნდა სტუდენტი, რომელსაც ჩაუტოვე საგანი. და იმ ცოდნით, რომელიც შენგან ან შენი დახმარებით მიიღო, ან ჩემგარიში. ის ცოდნასთან ერთად სიამოვნებასაც მიიღებს ამ ცოდნით. ანუ შენი მუღამი, მოდი ესე ვთქვათ, ლიტერატურისა და ხელოვნების მუღამი სწავლების. ხო საბოლოოდ ის არის, რომ ადამიანს საკუთარ თავს გაუხსნას ინტერპრეტაციების საშუალება. იფრინოს რა ცოტა გამოუდებულ რეალობაში გადასვლა შეძლოს. ეგეც? აუცილებლად. ეგ არის თუ არა თავგანწირვა, რომ შენ უარს ამბობ ამ საქმეში მთელი ინვესტიციის ჩადებით იმაზე, რომ შენ თვითონ იყო ობიექტი, ვისაც ასწავლი. მე არ მგონია, რომ შეიძლება ვიყო მაგის ობიექტი. ოდისმე, მაგრამ ის არის არაფერთან ცხოვრების შეწირვა არ არის, ჯერ ეგორი რამე არ უშლის ხელს ერთმანეთს. და რანაირად არ უშლის? შენ ხო იცი ყველაზე კარგად, რომ წერა არის მართლა ტიტანური შრომა, რომელსაც ენერგია ჭირდება, ჯანმრთელობა. კი, მაგრამ მე არ ვიცი ქვეყანა, გამიგია ლეგენდები, რომ გერმანიაში ეგრეა, მაგრამ მე ამ მგონია, რომ არის სადმე ნებისმიერ ადგილას დედამიწის ქვეყანა, რომელშიც წერლები არ მუშაობენ და ვერ წარმწერლები იქნებიან თუ თარგმნელები იქნებიან ამ შრომას. არ მუშაობენ და ისე ცხოვრობენ. არა, წერლობით რომ არც ევროპაში არ ცხოვრობს 5-6 კაცის გარდა არავინ, თუ ვიღაცას ნობელი არ აქვს და სალექციო ციკლით არ დადის. კი ბატონო, გეთახმები, მაგრამ წერლები როგორც წესი მუშაობენ ხოლმე რაღაცა ისეთ გაზეთში წერენ, სვეტები აქვთ და ამითი იღებენ არც ამერიკაში მე მომწონს ეს ამერიკული კულტურა. ამერიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ წერალი ლექტორიც იყოს უნივერსიტეტში ასწავლიდეს. ნუ შეიძლება ხა ძალიან დიდები არა, მაგრამ ნაბოკოვი გვახსენდება ეგეთი. ბევრი, რა ვიცი. ბროდსკი როცა ამერიკაში ბევრი ალბათ, კი, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი იმ დატვირთვით მუშაობდნენ, სადატვირთვითაც მე მგონია, რომ ის არის, რა ქვია, მე მაგაში ვენდობი საკუთარ ბედის წერასაც და ღმერთსაც და რა ვიცი, ყველაფერს. ლიტერატურის მეორესაც, ხო? ხო, ლიტერატურის სიყვარულსაც ვენდობი და მგონია, რომ ის არის რა. მგონია, რომ სწორ ადგილას ვარ, იმიტომ რომ არა, მე ვიცი რომ სწორ ადგილას. სხვა რამიტომ ამბობ. იმიტომ რომ თუ რამე ვიცი ლიტერატურის შესახებ, ყველაფერი ამ პროფესიამ მომცა. ანუ შენ ამბობ, რომ ლიტერატურის შესახებ რაც კი იცი, ეს ყველაფერი გაიგე მას შემდეგ, რაც ლიტერატურის სწავლება დაიწყე, სხვებისთვის. ძირითადად, აი 80-ზე მეტი პროცენტი ალბათ, კი. მაშ რა ხდებოდა მაშინ, როცა შენ თვითონ სწავლობდი ლიტერატურას უნივერსიტეტში? მე თვითონ რომ სწავლობდი, მყავდა ზოგი კარგი ლექტორი, ზოგი ცუდი ლექტორი, როგორც ყოველთვის.
უბრალოდ ის როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ და რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ არ მგონია რომ თანამედროვე გამოწვევებს შეესაბამება. დეფინიცია შენთვის რა არის კარგი ლექტორის და ცუდი ლექტორის? ის რაც წეგან ახსენე რომ შეიძლება განვითარებისკენ ვინც გიბიძგებს. ანუ ის არ არის მენტორი ამ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით რა. ის უნდა იყოს ერთგვარი აღმძრავი მექანიზმი. ანუ ის თუ ავტორიტეტად დარჩა სტუდენტისთვის, კარგი სტუდენტისთვის. ესე იგი რაღაცა ვერ გააკეთა სწორად. მორწმუნეს რომ მღვდლის წამდეს, ხო და არ ღმერთის. ანუ ღმერთს რო ვერ ხედავდეს და მხოლოდ სასულიერო პირს ხედავდეს. რამდენიც გინდა იმდეს გეტყვი. არა, გავიგე, მაგრამ ნუ ეს ხო ის არის რა ქვია, ეს ხო მე და შენ ხო ვერ ჩავთვლით ამას, რომ ის თქვათ კარგი. აი თარგმნელი მაგალითად. ტექსტს რო თარგმნის. საკუთარი თავი ხო თარგმნის ოსტატობა ეგ არის, რომ საკუთარი თავი მაქსიმალურად ხო. იმიტომ კი არა რომ შენ მნიშვნელოვანი არ ახარ ან რაღაცა მნიშვნელოვან საქმეს არ აკეთებ. უბრალოდ ჩემი აზრით, შენი ფუნქცია არის რომ თანამოაზრეები გაიმრავლო, თანამებრძოლები გაიმრავლო და არა ქვეშევრდომები. რა თქმა ქვეშევრდომები? თაყვანისმცემლები რაში გჭირდება? პირველ კურსელების თავარი კომპლექსი არის ის, რომ ისინი ადამიანის ნახევარფაბრიკატები არიან. ანუ თვითონ გონიათ ეს. და შენთან მოდიან როგორც რაღაცა იმასთან, რა ქვია, კერპთან. ამ ტრულ ან პირიქით. თანასწორები ვართ რა, იმიტომ რომ თუ თანასწორები არა ვართ, აზრი არ აქვს, არც ერთი ლაპარაკს აზრი არ აქვს. რაზეც მე და მათ ლექციაზე ან სემინარზე უნდა ვილაპარაკოთ. თანასწორები რანაირად ხარ, როცა შენ გიჭირავს ხელში გამანადგურებელი იარაღი ქულის დაწერის ან არ დაწერის ხო, მაგრამ ქულით ხო სახე-სახეო წლის ბოლოს ჩაუტოვებ საგანს. თანასწორები არა, აბსოლუტურად თანასწორები ვართ, იმიტომ რომ ერთადერთი მაგ ტიპის უპირატესობა თუ ტანჯვა არის ჩემზე, რომ ქულა უნდა დაუწერო იმას. თორე დანარჩენში, ანუ მაგალითად სემინარზე როცა ის ადამიანი რაღაცას ამბობს, ჩემი და მისი აზრი აბსოლუტურად თანასწორია და მეც ისევე ვარ ვალდებული არგუმენტები დაუპირისპირო მის აზრს პირობითად, როგორც ის არის ვალდებული, რომ საკუთარი აზრი არგუმენტებით დაიცვას. არსებობს ლიტერატურაში ხელოვნებაში რაღაც არგუმენტები? კი, აბრალ. არა, ეგ ხო ინტერპრეტაციების ხელოვნება ხო და გავიგე და ინტერპრეტაციებით იყოს მე არგუმენტები. მივხვდი, რაღაცას თუ ამბობ, რო ახსნა რატო ამბობ, ესე რატო გონია? ხო, ახსნა ლიტერატურული მაგალითით რაღაცა იდეური. საკუთარი სტუდენტების ლექციებზე ზიხარ, როგორც უკვე მათი სტუდენტი. პასუხი ვიცი, რასაც მეტყვი, მაგრამ მინდა რომ ახსნა. ეს შენს ეგოს არ ურახუნებს? პირიქით იმ ხრივ რომ მე ისეთი სტუდენტი გამოვზარდე, რა მე არაფერი არ გამოვზარდე, არა. მეც მგონია რომ პირიქით, მაგრამ აი ახსენი რატო, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ ეს არის მოჩვენებითი, რასაც შენ ამბობ. ხო, იფიქროს რა უყო ხა სიყვარულს ყოველთვის და სიხარულს ყოველთვის აქ თვითონ რომ არ უხარია ადამიანს რაღაცა ან ნაკლებად უყვარს რაღაცა, მისთვის ცხადია რომ მეორე ფორმა, რადიკალურად განსხვავებული ფორმა ადამიანური მიმართების უცხო იქნება. იმიტომ რომ ამ მუზეუმში რომ მიდივარ ჩემ მეგობრები, რა ვიცი, ხო არ მომყვებიან და თუ მომყვებიან, ძალით მომყვებიან, ხო, როგორც წესი. იმისთვის ხო უცხოა, როგორ შეიძლება მიხვიდე მისი, რა ქვია, რუბენსის ჩანახატის სანახავად 5 ჯერ ერთი და იგივე მუზეუმში ზედიზედ ყოველდღე სანამ ვენაში ხარ. მათთვის უცხოა, იმიტომ რომ იმათ სხვა ინტერესები აქვს ცხოვრებაში, შესანიშნავი ხალხია, საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს იმათ. მაგრამ მოყვებიან. ნუ ხან კი ხან არა, რა ვიცი, როგორ ხდება ხო. არაფერი ეს სიყვარულის ამბავია, ვიღაცას უყვარს მათემატიკა, ვიღაცას უყვარს ფიზიკა, სიამოვნებას იქიდან იღებს, იმაში ხედავს თავის თავს, ვიღაცას უყვარს ლიტერატურა. შენ იმ ადამიანებში ხარ, ვისაც გქონია რომ მე მაგალითად ბოდიში მე ვიყავი უბედნიერესი და ჩემო მეგობრებმა ვერ გაიგეს ამას წინათ, რატო ვიყავი უბედნიერესი, იმიტომ რომ გავიგე რომ ლეონორა კერინგტონის მეორე ქმარი, რობერტ კაპას ბავშვობის ძმაკაცი იყო. მთელი დღე ვიყავი ბედნიერი. ან წავიკითხე რომ ლეონორა კერინგტონის პირველი ნახატი პეგი გუგენჰაიმა იყიდა შემთხვევით მაშინ როცა მაქს ერნსტის ნახატის მისი საყვარლის ნახატის საყიდლად იყო მისული. გავიგე 40 წელი არ ვიცოდი, 10 ვიცი, მაგრამ მე ამ ინფორმაციას რო ვიღებ ბედნიერი ვარ. ანუ ფიზიკურად ბედნიერი ვარ, ამიტომ ჩემს სტუდენტები რომ მეუბნებიან რომ რატო არ გბეზდება, არ ვიცი როგორ შეიძლება მომბეზდეს ის რომ ბედნიერი ვარ, გახარებული ვარ, რაღაცა იმას ვაკეთებ, რასთან უშუალო შეხებაც უკიდურეს სიამოვნებას მანიჭებს. მოვინან ერთ შეიძლება მოგბეზდეს სიამოვნება. მე არა ვარ მობეზრების ადამიანი. ამიტომ ისინიც როცა უყურებ
როგორ აკეთებენ ამას. აი, ეგ ყოველთვის ეტყობა ჩემთვის, ჩემი შეხედულებით ყოველთვის ეტყობა ადამიანს. აი, რაღაც ტიპის ნაპერწკალი აქვს თვალში. ამაზე სრულიად ჰედონისტი ვარ. ანუ ჩემთვის ის რომ მე მსიამოვნებს რაღაც, სხვას რო ვუყურებ, რომ ეს სიამოვნებს თან იგივე რაღაც რაც მე, ჩემთვის დიდი სიამოვნება. ბაზარი არ არის. კაია. მარა შენც ემხრობი იმაზეც, რომ რაც მოსაყოლი იყო, მოყოლილია და სიუჟეტების რაოდენობაც ვერ გაბევრდება. პირიქით მე გული მისკდება იმაზე ფიქრით, რომ როცა აღარ ვიქნები ვიღაცა კარგ წიგნს დაწერს და მე ვერ წავიკითხავ. ეს ანონსი გამოვიტანოთ. შენ რომელ იმას მიეკუთვნები, რომ 4 ყველაფერი წინ არის. ყველაფერი წინ არის? ცუდიც, კარგიც. ხო, ცუდიც, კარგიც. კაცობრიობა გაიმეორებს, ლიტერატურა გაიმეორებს თავის თავს და რაღაცა ახალს ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს. ქართულ ლიტერატურაში ხო დგამს, განუწყვეტლივ დგამს, თითქმის ყოველ წელს დგამს. მსოფლიო ლიტერატურა რატო უნდა იყოს გამონაკლისი? აი ხა წავიკითხე, როდის იყო შარშან მისი რა ქვია, ტოკარჩუკი. ოლგა, ხო? მოთხრობები. და აღმოაჩინეთ ჩემ თავში, რომ აღარ მეგონა, რომ ასე კარგად თუ კიდევ ვინმე წერდა. დიდი ბედნიერება იყო. ალექსეევიჩი ცოცხალია, რა ზევლაპრაკი. ალექსეევიჩი არ მითხრა არაფერი, იმიტომ რომ ის მინდოდა. მივწერე მაგის აგენტს, ქალბატონ გალინას ინტერვიუს თხოვნით. მეილი მოვიდა, რომ მივწერე 15 წუთში დაახლოებით. ვფიქრე, რომ სააღოლ გალინა რა, ანუ მუშაობს აგენტი. და ეს ძალიან ცივად მომწერა, რომ დიდი მადლობაო შეთავად. ცივად რატოღა არის, ხა მადლობა გადამიხადა. შენ და გასახარად ვიტყვი, რომ თურმე ახალ წიგნზე მუშაობს და მთელი კონცენტრაცია არის რადიო თავისუფლება. ხო ამბობს. ხო და რაღა ეხა დაიწყო კონცენტრაცია, ვერ გავიგე. 2 კვირის წინ თუ გადაქონდა ყურადღება სხვა რამეზე, ჩვენ დავაშავეთ რამე. შენ როგორ მიეახლე პირველად იმას, რასაც ქვია მაღალი ლიტერატურა. სულ მგონია ხოლმე, რომ ადამიანები, ვინც კარგად იცნობთ ლიტერატურას, აბსოლუტურად სხვა აღქმა გაქვთ და სხვა გაგება და სხვანაირად კითხულობთ ტექსტს. ეს ჩემი აზრით არ გულისხმობს იმას, რომ შეიძლება უფრო დიდ სიამოვნებას იღებდეთ, მაგრამ შეიძლება უფრო მეტს ხედავდეთ, ვიდრე ჩვენ, რიგითი მოკვდავები. პირველად ჩემთვის ლიტერატურა შემოვიდა მოყოლით. მე ისეთი ბნელი 90-იანების ბავშვი ვარ და ბიძაჩემი მიყვებოდა ხოლმე წიგნებს, რომელიც ჰქონდა წაკითხული. პირველი ჩემი ეგეთი მოგონება, რომელიც წიგნებს უკავშირდება ამ მოყოლით მიღებულ სიამოვნებას. და რომ ეს რაღაცნაირი სერიალის ფორმატი იყო რა, რაღაცა ყოველ საღამოს ჩემი მოვიდოდა, მე ვიჯექი და ის რაღაცებს მიყვებოდა ხოლმე. ძირითადად ეს იყო სათავგადასავლო ლიტერატურა. მე აღმოაჩენდი, რომ უისახში მქონია და ამ წაკითხვის მერე, ისა ამ მოყოლის მერე ვკითხულობდი ხოლმე და უცნაური და მაშინ ჩემი ოჯახის წარმოდგენით ანომალიური ამაზე მაგალითად ნერვიულობდნენ, უნარი განმვითარდა, რომ ერთი და იგივე წიგნი შემოდა წამოგითხო რა ურიცხვჯერ. ისევ როგორც რუბენსის ჩანახატი შეგიძლია ნახო. ხო, არა, ეხა ეს ჩაოლებრივი მოვლენაა ჩემთვის, იმიტომ რომ გასაგებია, რომ სიამოვნების მიღების წყარო განგრძობითი შეიძლება იყოს და ამაში პრობლემა არ არის, მაგრამ მაშინ ჩემს გარშემო ამას ადამიანები არ ხვდებოდნენ და ვინც ამას ხედავდა, ნერვიულობდნენ, იმიტომ რომ იდეა იყო, რომ სხვა რამე წაიკითხე, სხვა რამე და მე ეგრე არ ხვდებოდი. იქ რაღაცები რომ მომწონდა, რაღაცებს რომ ვიწერდი, რაღაცებს რომ ვაკვირდებოდი, რაღაცებს რომ მომახსოვრდებოდა, ამას მაშინ არ ვანიჭებდი, არავითარ იმას რა ქვია, მნიშვნელობას ცხადე, იმიტომ რომ ბუნებრივი პროცესის ბუნებრივი ნაწილი იყო და სადღაც უკვე მე-9 კლასიდან როგორღაც გადავწყვიტე დაახლოებით ესე რომ ამ სამყაროსთან ახლოს მინდოდა ყოფნა. ფაქტია, რომ არაფერი სხვა ჩემ ცხოვრებაში ეგეთ სიამოვნებას არ მანიჭებდა და როგორც ჩანს, მაშინ გაუაზრებლად პირველად აღმოვაჩინე, რომ რაღაცნაირი ჰედონისტური თქმობისკენ მიდრეკილი ადამიანი ვიყავი და ბუნებრივად, რაც სიამოვნებს, რაც მოგწონს, იმისკენ, თქვათ, გიჩდება მაგას აქში და შეიძლება ნებისმიერ სხვა ასაკში. მე-9 კლასზე მითხარი, აბა, უბრალოდ იმ პერიოდზე, როცა მიხვდი, რომ შეიძლებოდა მხატვრული რეალობა შენთვის ბევრად უფრო საინტერესო ყოფილიყო, ვიდრე ის რეალობა, რომელშიც ხარ. სხვა შორის იანთაძესთან ინტერვიუში შენ ამბობ, რომ დღემდე ლიტერატურული სამყარო უფრო საინტერესო და მიმზიდველია შენთვის, ვიდრე ნამდვილი. ბევრი ჩივის დაიჩივლებს ხოლმე, რომ მისი შვილი ან მოზარდი, მცირეწლოვანი
ვერ მეგობრობს ლიტერატურასთან. და კითხვა არის შეიძლება სხვადასხვა ფორმულირებით, მაგრამ თითქმის ერთი და იგივე, რითი შევაყვარო. რა ვერ შეაყვარებს. შენ როგორც ამ საქმის სპეციალისტი, როგორ ფიქრობ? გიტოვებს ლიტერატურა გზას, რომ თუნდაც შორს შეუერთდე, დაეციო სადღაც და იქიდან გააგრძელო. თუ არის რაღაც კომპენდიუმი, რომელიც უეჭველი უნდა გქონდეს, საკითხული იმისთვის, რომ აი ჰომეროსი თუ არ გაქვს. არა, ჰომეროსს არავინ რატომ უნდა წაკითხო ნორმალურმა ადამიანმა კითხვის დასაწყისში ჰომეროსი არ ვიცი. ლიტერატურა ხო სიამოვნების მკითხველისთვის ყოველ შემთხვევაში. სიამოვნების მიღების გზა არის. და თუ იღებს სიამოვნებას, ანუ უბრალოდ ლიტერატურაზე არის რატომღაც ეგრე უსამართლოდ აქცენტი გაკეთებული. იმიტომ რომ ხელოვნების სხვა ფორმებზე არასდროს არ მინახავს, რომ ვინმე ნერვიულობდეს, რომ ჩემ შვილს მაგალითად რაღაცა მუზეუმში ვერ დამყავს და ნახატები არ უყვარს. ან რაღაცა ფოტოგრაფია არ უყვარს, ან მუსიკა არ უყვარს, ან თეატრი არ უყვარს, ან ბალეტი არ უყვარს. არავინ აგაზე არ ნერვიულობს. მე მგონია რომ ის რომ ადამიანები ნერვიულობენ რაღაცა რომ აი ჩემ შვილს რაღაცა ლიტერატურა უყვარს თუ არ უყვარს, ეს უფრო რაღაცნაირი საბჭოთა ამ პოსტსაბჭოთა გადმონაშთი მგონია, ვიდრე რაღაცა სხვა, იმიტომ რომ მე რომ მკითხოს ახლა ადამიანმა თეორიულად ისეთივე მნიშვნელოვანია სიამოვნების მიღება შეგელოს ვიზუალური ხელოვნებისგან, როგორც ლიტერატურისაგან. შეიძლება ჩამქოლოს ახლა სხვა საქმის სპეციალისტებმა უდიდესი პატივისცემა კინემატოგრაფსაც, ფერწერასაც და ასე შემდეგ, მაგრამ აქ მე მგონი თვითდისციპლინაზე და შრომაზე არის აქცენტი გაკეთებული, იმიტომ რომ კითხვა მოითხოვს დროს, მოითხოვს კონცენტრაციას და შეიძლება მეტად გააზრებას არა, მაგრამ დროს ხომ მოითხოვს. გააჩნია რა გინდა. შვილმა შეიყვაროს კითხვა თუ რაღაცა. ამის მიზანი რა არის? ამის მიზანი თუ არის რომ მას გამოუმუშავოს, არ ვიცი ვის რა მიზანი აქვს, მე ეგრე ხო და ანუ თუ მიზანი არის რომ გამოუმუშავო ადამიანური უნარები, ეს გასაგებია. მაგრამ ის რომ იმ ადამიანმა ამისგან მიიღოს სიამოვნება და ეს ქმედება იქცეს მისი ცხოვრების თანმდევ ელემენტად, ეგ გარედან ვერ გამოვა. ჩვენ საზოგადოებაში ხო არავინ არავის კონცერტზე სიარულს არ აძალებს. ხო სისულელია. ნებისმიერ თეატრში სიარულს ვინმეს რო დააძალო, რომ თეატრი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. რატო ხო აბონემენტებით ხო დავყავდით ხოლმე? ხო დავყავდით, მაგრამ ეგ ზუსტად ის იყო რაღაცა ზოგადი გაცნობითი ელემენტი. მაგრამ ის რომ ანუ ეგეთი ადამიანები ჩემი რწმენით ყოველ შემთხვევაში იქნება ესე რომ იმას იზამენ რა ქვია რაღაც ასაკამდე სანამ შობლის დიდაქტიკური დამოკიდებულება ჭრის, წაიკითხავენ რაღაც წიგნებს. და მე დაამთავრებენ ამ სკოლას, ჩააბარებენ უნივერსიტეტში და აღარ წაიკითხავენ. და აზრი და დიდ ლიტერატურას ისედაც არ წაიკითხავენ. რომც წაიკითხონ, არასწორად წაიკითხავენ. ეს იმას კი ანიშნავს, რომ ადამიანები წიგნები არ უნდა იკითხონ, წაიკითხონ პირიქით, კარგი რამეა გადასწორებული რამეა და არასწორად კითხვა. კი აბა. რატო? როგორ? ჩვენი საზოგადოება მაგალითად ეგეთია. ჩვენი საზოგადოება მიდრეკილია, რომ წიგნები იკითხოს უკუღმა. ანუ უკუღმა, უბრალოდ უკუღმა. რას გულისხმობ? ანუ რაღაცი როგორი რაღაც გააკეთოს, აიღოს წინასწარ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული წმენა წარმოდგენები კონკრეტულ ცნებებზე, მე აიღოს წიგნი და იმის და მიუხედავად იმ წიგნში აღწერილი ამბავი ამას ემთხვევა თუ არა, წიგნის შინაარსი დაამახინჯოს იმგვარად, რომ ამ წინასწარ გაქვეყნებულ ცნებას დაემთხვეს. ლიტერატურა ხო ასოციალური მოვლენაა. დიდი ლიტერატურა ასოციალური მოვლენაა. ანუ ის მოწოდებულია იმისკენ, რომ დაამსხვრიოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებები კონკრეტულ ცნებებზე. ანუ ლიტერატურა თუ კონფლიქტში არ შედის საზოგადოების, კონკრეტული საზოგადოების, კონკრეტულ დროსა და სივრცეში არსებული საზოგადოების წარმოდგენებთან, ის რანაირად არის ლიტერატურა? ვითუმეტეს დიდი და კარგი. ვერც ერთ ტექსტს ვერ ვიტყვით ჩვენ თანამედროვე სამყაროში, რომ ეგ შეგვეშებოდეს. და ეგ როგორ უნდა დაამსხვრიო, თუ გამოცდილება არ აქვს ხრევის. გამოცდილება მხოლოდ იქიდან მოდის, რომ 18 წლის ასაკში თუ არ შეწყვეტ კითხვას, თორე, რა ვიცი, კი, ვიღაცები შეიძლება რომ 15 წლის ასაკში რაღაცას ამსხვრევდნენ, მაგრამ ამ ასაკში ეგრე არ იმსხვრევა. მაგას გჭირდება შენი ცხოვრებისეული გამოცდილება, დაკვირვება, გემოვნების განვითარება, უამრავი რამე. აი, ეხავე შემილია 20 ტექსტის ჩამოთვლა, ძალიან ცნობილის ქართული ლიტერატურიდანაც და მსოფლიო ლიტერატურიდანაც, რომელიც ქართულ საზოგადოებაზე ალაპარაკი და არა რაღაცა კონკრეტული პროფესიის ადამიანებზე უკუღმა ესმით. მე ვერაფრით ვერ ხვდები ისე როგორ ესმით, როგორც ესმით. უკუღმა ესმით. აი მაგალითად კლასიკური მაგალითი. მატეო ფალკონი
ყველა მოსწავლეს აქვს. ხო. ოღონდ მოდიან მე ჩემთან და რომანტიზმის ლექციაზე არის ჩხუბი. ეს წერია, ეს წერია, ეს წერია, ეს წერია. მატეო ფალკონეს, ხევისბერ გოჩას და იმას არას ბულბას. ხო, არაფერ კავშირში არ არიან ერთმანეთთან. არაფერ კავშირში არ არიან. ნუგზარ შატაიძის მოთხრობა, მთელი საქართველო დარწმუნებულია, რომ ის რა ქვია მაგას, ის მოთხრობა არის იმაზე, რა ქვია, აფხაზეთის დაბრუნებაზე. აი ისა მოგზაურობა აფრიკაში. არის აფხაზეთის დაბრუნებაზე. კუნძულის სცენარი არის. ხო და არ არის. მოგზაურობა აფრიკაში არის მოთხრობა, რომლის მიხედვითაც გიორგი ოვაშვილმა გადაიღო ფილმი გაღმა ნაპირი. კი და შარშანტუ შარშანწინ ადამიანები ნერვიულობდნენ იმაზე, რომ რამდენი გინებაა შიგნითო. კი. ხო იყო კი ინტერნეტში. ბევრი ნერვიულობდა მაგას. აი მაგალითად კიდე ისა რა ქვია, ანტონიო და დავითი. კარჩხაძე. კარჩხაძის კი კითხულობენ უკუღმა. დათა თუთაშხია. უკუღმა კითხულობენ. ანუ ისე მოიცა რას გულისხმობ? ანუ მორალი ანუ აბსოლუტურად საპირისპირო მორალები გამოდის. პერსონაჟის ხასიათები არ ემთხვევა იმას, რაც ტექსტში აღწერილი. განთიაც მაგალითად ქართველები როგორ სწავლობთ ისე დათა თუთაშხიაზე მითხარი არ ემთხვევაო. რას გულისხმობ? ანუ ქართველები ხო როგორ ქართული საზოგადოება როგორ კითხულობს დათა თუთაშხიას? რომ რაღაცა ყაჩაღი, რომელიც რაღაცა არიქა ვაშკაცობა ისინი. ყაჩაღი არა, აბრაგი. აბრაგი ხო. რომელიც რაღაცა მორალური ის არის თითქოს. მე როგორ ვწვდები ხო ან მე პირიქით კითხულობენ რა მნიშვნელობა აქვს ანუ მეორე თაობა სხვა თაობა მოვა და იტყვის რომ არა ეგ არის უკუღმა სხვანაირად ხო და ტექსტში აბსოლუტურად სხვა რამე ხდება სხვა რამეებს აკეთებს ის კაცი იქ და გენიალური მცდელობები აქვს სრულიად ფანტასტიკური მცდელობები ქართული ლიტერატურის საზომით თუ შევხედოთ ფანტასტიკური საზომები აქვს ის რატო უნდა მოფიქრებოდა 70-იან წლებში 60-იან წლებში ქართველ მწერალს საბჭოთა კავშირში მცხოვრებს ის რაღაცეები ეწერა და ის გამოწვევები დაესახა საკუთარ თავისთვის სრულიად გაუგებარი. სტრუქტურულად კარგი რომანია დათა თუთაშხია. რთული რომანია ძალიან. განრთული რომანია. ანუ ქართველებს სხვა ეგეთი უკეთესი და უარესი არ არის ლაპარაკი. ანუ მაგ გამოწვევების რომანი. ანუ ფოლკნერის განმარტებას თუ ვიტყვით რა არის დიდი ლიტერატურა, ეგ წიგნი ჯდება. მე არ ვიცი ფოლკნერის განმარტება. როგორ არის ციკაცი? ხო, ბევრს ეცადა და დამარცხდა. ხო, ეგ ვიცი. ბევრს ეცადა და დამარცხდა. იგივე არის განთიადა. დამარცხდა უცილებლად აბარ არ უნდა გამოსულოდა. ჭაბუაზე ამბობდა არა. ჭაბუაზე ცხადია. ანუ ის არის რა ქვია, განთიადს სწავლობთ, როგორ გამოგვაქვს იმ ლექსიდან ის აზრი, რომელზეც საზოგადოება დარწმუნებულია რომ შიგნით წერია, მე არ ვიცი. გამზდელი როგორ გამოგვაქვს იქ აზრი, რომელიც იქ წერი, რომელსაც მე მიყვებოდნენ სკოლაში, მე ყველა ჩემს მოსწავლეს უყვებოდნენ სკოლაში, როგორ გამოგვაქვს ის აზრი გაუგებარია. მოდი სხვანაირად გკითხავ. ინტერვიუს მზადების პროცესში ლექციებს უყურე და შენ მოყავს ძალიან საინტერესო მაგალითი, რომელიც თავის მხრივ მოყავს უმბერტო ეკოს. ხო, ინტერპრეტაციის. რომელიც ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ კარგი ის არის წაკითხული მააქმეც, ახალგაზრდა რომანისტის ახსარება. რომ რა მიჯნა არსებობს, რა განსხვავება მეცნიერებასა და ლიტერატურას შორის. რომ მეცნიერება არის ის, რომ მე შემიძლია ჩემ მიერ ნათქვამიან დაწერილი რაღაცა თუ ვიღაცამ არასწორად გაიგო, მე ვუთხრა რომ მე სხვა რაღაცას გულისხმობდი, არასწორს ან არასწორს, მაგრამ სხვას. და ლიტერატურა არის ის რაში ჩარევის უფლება საერთოდ არ გამოჩნდება. ანუ ლიტერატურა საბოლოო ჯამში არის ინტერპრეტაციებისთვის შექმნილი ხელოვნება. მაშ რანაირად გამოდნება ამ ყველაფრიდან აზრი, რომ შეიძლება ვიღაცამ სწორად ან არასწორად გაიგოს რამე ნათქვამი. ანუ რა ჩაიფიქრა ჭაბუა ამირეჯიბმა? მაგას საერთოდ არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ აქ არის რომ ის არის რა ქვია, ტექსტში ყოველთვის არის გასაღებები. რაღაც ტიპის პირობითი შეცდომები, ამოვარდნები, რომელიც შენ როგორც მკითხველს გიბიძგებს, რომ რაზეც ამახვილებ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყურადღებას, შეიძლება იმის იქით კიდე რაღაცეებზე შეიძლებაოდეს ყურადღების გამახვილება. კი, მივხვდი. ხო. არსებობს კითხვის, ეს იმაზე კი არ არის, რომ ის ხალხი, რასაც იგებს, არიქა არ გაიგოს. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ტექსტში წვერიანი კაცი რო გყავს, რომელიც მთაში ცხოვრობს და კაცობრიობას ზრდის, მორალურად, ანუ მორალს უკითხავს. ეს პერსონაჟი ვისი ანალოგიაა ტექსტში? რა ვიცი ხა ამაზე სერიოზულად თუ ლაპარაკობთ, მაშინ სხვა რამეზე უნდა ვილაპარაკოთ.
ანუ თაში მცხოვრები თეთრწვერა კაცი, რომელიც მორალს გაუკადავ ხო გასაგებია. მაგრამ სადმე გაგიგია რომ ღმერთი არის, მამა ღმერთის ის არის, რა ქვია, მაშინ რა ქვია, გამზდელში თავი პერსონაჟი, რომელიც თავს იკლავს. და იქ რო ძუძუმტეები ერთმანეთს ხოცავენ თუ არ ხოცავენ, რა ვიცი, ახლა ქრისტიანულ ტექსტში ორი კაცი შეხვდა ერთმანეთს და ახლა ერთმა მეორე უნდა მოკლას და არ კლავს და აბა რამე თუ გაგახსენდა. ანუ სინამდვილეში ძალიან მარტივ და ზედაპირულ რაღაცებზია ლაპარაკი. განთიადი რო ავიღოთ. ხო, მაგრამ უმაგისოდაც ხო შეგიძლია. ცისკრის ვარსკვლავი ფილმაში რო გვაქვს, რა ქვია? ფილმში. ხო. ის ცისკრის ვარსკვლავი იქ რატოა? ამ ყველაფერზე იქ სადაც უკეთესი ქვეყანა, სადაც ლიტერატურა ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია, ლიტერატურა ტექსტების აზრით არ ვამბობ, ლიტერატურის სწავლება, ანალიზი, თქვათ და ასე შემდეგ. იქ ამაზე უამრავი ის შეიძლება იყოს, რა ქვია, მოსაზრება შეიძლება იყოს. თუმცა ყველა რაღაც აზრით განმტკიცებული იქნება ლიტერატურული არგუმენტით და არ იქნება სადღეგრძელო. ანუ შენ რო სკოლაში შედიხარ და ბავშვს ეუნები და იმასაც მე ეგრე ჯერა, რომ კაცმა შვილი მოკლა და ეს არის ღირსეული საქციელი. მატეო ფალკონეს. მატეო ფალკონესია, ხო. ეს არის ღირსეული საქციელი. ხო ეუნები? და კი მე გუშინაც ველაპარაკე ადამიანს, რომელსაც ეგრე ჯერაა, რომ ეგ არის ღირსეული საქციელი და მე ვეუბნებოდი, რომ რანაირად წარმოგიდგენია, კაცჭამია იყო მატეო ფალკონე. ისა პროსპერბერი მე? აი როგორ? და მე კონკრეტულ კითხვებს უსვამ. რომ იქ ტექსტში რომ საათია. რამე მნიშვნელობის მატარებელი ხო არ შეიძლება იყოს? იმ ბავშვს ფორტუნატო რო ქვია, რამე მნიშვნელობის შემატარებელი ხო არ შეიძლება იყოს? იმ კაცის წინა ცხოვრებაში ჩადენილ საქციელს რამე მნიშვნელობა ხო არ შეიძლება, ხო შეიძლება რომ კონდეს. ანუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ტექსტის კითხვის დროს ყველა კარგი ტექსტი აუცილებლად გაექცევა ავტორს. მე შეიძლება ამბობს, რომ პირიქით, ანუ ავტორი ვერაფრით ვერ უნდა ხვდებოდეს რა დაწერა. თუ ამას ავტორი ხვდება, ეს შემოქმედებით აქტი არ არისო ამბობს. ანუ უკიდურესობამდე აფართოებს მაგ იდეას. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ კარგია. არა, ვერ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ იმარო გაიგოს რა გააკეთე, უნდა დახილოს ისე და წავიდეს თავი ჩამოიღოს. ანუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ როდესაც ამ ტექსტებს პირიქით ვიგებთ, ჩვენ როგორც მკითხველი, ჩვენ როგორც საზოგადოება, პირიქით რა რაღაცნაირად ვიწროთ და ვარქვათ თუ კიდე ვიგებთ, ამით ამ ტექსტებს ვკარგავთ. ამ მწერლებს ვკარგავთ. ანუ მე ესე მასწავლეს, რომ კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, არის იმაზე, რომ რა კაია, სახში რო ჩაიკეტები და წიგნებს კითხო, უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ რავი, ეგრე მასწავლეს. და სპექტაკლი რომ ანახეს, იქაც ესე იყო. რა ვიცი, გურამ და ჩანშულს სხვა რამე უწერია იმ ტექსტში და კარგად თუ წაიკითხავს, სხვა რამე უწერია. და მარტო გურამ და ჩანშულს სხვა არ უწერია. მილიონი. ანუ ანალოგიები ამიტოა მნიშვნელოვანი, რომ შენ ქართველი მწერალი იქნება თუ სხვა მწერალი ამას რო აკეთებს, მე სხვა ავტორი როგორ აკეთებს ამას ხედავ. და მათ შორის შეგიძლია განსხვავებების და მსგავსებების დაჭერა. წეგან თქვი, რომ კითხვის დროს ადამიანმა უნდა მიიღოს სიამოვნება. ამაზე არავინ არ გეკამათება ამაში. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ და გვჯერა იმისა, რომ ეს ქვეყანა არის თავისი ღირებულებებით და ფასეულობებით ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა. ეს ყველაფერი ქართული ლიტერატურით მტკიცდება? ჩემი აზრით, მხოლოდ ქართული ლიტერატურით მტკიცდება. არ ვიცი ქართული საზოგადოება რამდენად ევროპული ტიპის საზოგადოებაა. მაგრამ ქართული ლიტერატურა ევროპული ლიტერატურაა. შეიძლება რომ ეგრე იყოს აცდენილი საზოგადოებას ხომხარეს და ლიტერატურას ხომხარეს. ჩემი აზრით ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართული ლიტერატურა არის უფრო ხშირად სურვილი, რომ ბევრი რამე ამ ქვეყანაში ადამიანი, საზოგადოება და ასე შემდეგ იყოს უფრო ევროპული, ანუ უფრო სწორად რო ვთქვა, ქრისტიანული. ხო, უფრო ქრისტიანული, ოღონდ ქრისტიანული ამაზრის საერო გაგებით და არა რაღაცა ვთქვა, სხვა. ამ თვალსაზრისით. კულტუროლოგიური გაგებით და არა ეკლესიური, ხო. იმ ტექსტების უდიდესი უმრავლესობის გაგება აღქმა იმის გარეშე, რა ქვია, ევროპული სალიტერატურო მოდელების გარეშე ნონსენსია. აი რომელი ტექსტები მოგხავს? სკოლა დარჩება მხოლოდ. ჰაგიოგრაფია, ვეფხისტყაოსანი. ჰაგიოგრაფიას ვეფხისტყაოსანი, სრულხანსაბორბელიანი. სად იკვეთება აი ეგ ევროპული მოდელი? ჩემი აზრით ვეფხისტყაოსნის გაგება მისი შუა საუკუნეების სარაინდო რომანის გარეშე ძალიან ბუნდოვანია. ჰაგიოგრაფია შესაბამისად ქრისტიანული მოდელების გარეშე ძალიან ბუნდოვანია. საბჭოთა აზროვნებამ, საბჭოთა სკოლამ, შეიძლება უნივერსიტეტმა არა აქ ამ შემთხვევაში მიზეზებს რატო
გამოიგონა ესეთი უცნაური ტიპი ლიტერატურის და ხელოვნების აღქმისა. მათ შორის მაშინ არამხოლოდ თანამედროვე ლიტერატურასთან მიმართებაში, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც. და იდეა მდგომარეობდა შემდეგში, რომ ეს ყველაფერი განხილულიყო წერტილოვნად, განყენებულად და არა კავშირში იმ ტექსტებთან, ან იმ ფილოსოფიურ თუ ლიტერატურულ თუ კულტურულ მოძრაობებთან, რომლებიც მაშინდელი პერიოდის, კონკრეტული პერიოდის ევროპაში იყო. ეს საბოლოო ჯამში სისულელემდე მიდის, იმიტომ რომ არც ერთი მწერალი, რომელიც ტექსტს წერს, რა მიზანით უნდა ამოძრავებდეს მას, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ არის პირველი ტექსტი, რომელთანაც მას შეხება აქვს. მას იქამდე აუცილებლად წაუკითხავს სხვა ტექსტები. აუცილებლად აქვს პირადი სიმპათიები და ანტიპათიები. შეიძლება სისულელეს კითხო, აპათია, შეიძლება აბსოლუტურად ბოდოა, რასაც ახლა ვიკითხავ. შენ ამბობ, რომ შეუძლებელია შოთა რუსთაველს ჰარი ჰარალესე ესე უბრალოდ დაეწერა ვეფხისტყაოსანი, თუ მას რაიმე ქართული ან არაქართული ევროპულის ტიპის ანუ რაიდული მორალი მაგალითად პირობითად რო ავიღო. შუა საუკუნეების რაიდულ მორალზე რო წარმოდგენა არ ქონოდა მას. გავაკონკრეტებ. ვერაფერს ვერ დაწერდა. ხო არის ესეთი ვარაუდი, რომ აი მაგალითად ბევრისგან გამიგია, რომ განიცდის თუ არა ჭილაძე ან დოჩანაშვილი პირობითად მარკესის გავლენას. გეტყვი. ხო შეიძლება რაღაც თემატიკა ან ჟანრი წაკითხული არ გქონდეს, მაგრამ თითქოს და ეპოქა მოიტანოს, ისე რომ ჰაერიც კი გაჟღენთილი არის მაგით. ხო, სხვა რაღაცეები ხო წაკითხული გაქვს. და უამრავი რამე გაქვს წაკითხული. სინამდვილეში შეიძლება ეს არც კი გახსოვდეს. ანუ აბსოლუტურად არ გახსოვდეს, რომ ეს წაკითხული გაქვს სინამდვილეში და მე შენ ტექსტში დაწერო და ვიღაცა ჩემნაირი ტიპი მოვიდეს და ან კონკრეტულ ამბავს გიყვები, მოვიდეს და გითხრას, რომ რა მაგრად გადაათამაშე ოფელიას სიკვდილის სცენა და შენ უყურებ და გაუგნებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ იქიდან რაღაცა, ანუ გავლენა კარგია. გავლენა ყოველთვის კარგია. იმიტომ რომ ლიტერატურა სინამდვილეში და ხელოვნების ნებისმიერი ფორმა არის თავისებური სამეთყველო ენა. სიტყვები თუ არ იცი, ამ ენაზე ვერ იმეთყველებ, შეუძლებელია. და სიტყვები რა საიდან იცი? იმიტომ რომ ვიღაცამ ეს გააკეთა, ამის მსგავსი გააკეთა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის ხალხი რაღაცას რო აკეთებს, რაღაც ტექსტს რომ წერს, ბუნებრივი განცდით ევროპელია. ანუ თავისი აზრების, თავისი შეგრძნებების, თავისი სიუჟეტის გადმოსაცემად იყენებს იმ ინტელექტუალურ გამოცდილებას, რომელიც ამ შემთხვევაში არის ევროპული. მე არ ვიცი იმას, რა ქვია, შოთა რუსთაველს უნდა თუ არა ევროპელი ყოფილიყო თუ არ ყოფილიყო, ეს წარმოდგენა არ მაქვს ამის შესახებ. მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის თავის პერსონაჟებს უშვებს ვიღაცის ხო, იმიტომ რომ უშვებს, რატომაც უშვებს და მე ის შემთხვევა რა შემთხვევა, ამაში შუა საუკუნეების წარმოდგენებს, იმაზე რა ქვია, რაინდის ხატზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, აი ყველაზე ისეთი ორჭოფული ამ აზრით ტექსტი რო ავიღოთ, ხო, ქართული, ამირან დარეჯანიანი, სრულად უსამართლოდ ქართული მკითხველისთვის სრულად უსამართლოდ მეორე ხარისხოვანზე გადაწეული ტექსტი. იქ არის ეგეთი, ისა რა ქვია, პასაჟები, რომელსაც თვითონ ვერ მოიფიქრებდა კი არა, არ მოიფიქრებდა არავითარ შემთხვევაში. მაგალითად, ამირან დარეჯანიანში არის ეგეთი გეოგრაფიული სივრცე, რომელსაც ქვია მხეცთა მიწები. და ამ ხეცთა მიწებზე უცნაური არსებები მოსახლეობენ. და ეს გავიგერო თეორიულად შეიძლება ადამიანი დაждდა და მოიფიქრო, მაგრამ ის კაცი როცა ამას წერდა, ძალიან კონკრეტული წიგნები ეჭირა ხელში. ბესტიარუმების არსებობა რო არ ცოდნოდა, მე არ ვიცი ის იმას დაწერდა. ვეფხისტყაოსანს რატო თარგმნიან უცნაურად, ისე უცნაურად ინგლისურად და ნებისმიერ სხვა ენაზე, სათაურს მარტო. როგორც თარგმნიან? და სიტყვა ვეფხვი არა აქვთ? მაგაზე უმბერტო ეკოს აქვს წერილი, იცი? კი. ანუ მაშინ როცა ჩვენ საყოველთაო განათლებისკენ მივდივართ ევროპა, ისიც კი ვერ გაგვიურკვევიაო, ვინ არის ქართველების, აი ისიც კი არ ვიცით ვინ იყო ქართველების ყველაზე დიდი პოეტიო და ისიც კი ვერ გაგვიურკვევია, რისი ტყავი აქვს მას მოსხმული, ლეოპარდისო. ხო და სინამდვილეში გარკვეულია. არაფერი არ არის მე გასარკვევი. ძალიან კონკრეტული ამბავია, რისი ტყავი აქვს მოსხმული. ძალიან სწორად თარგმნიან ისინი, სულელები კი არ არიან. რომ ეს ვეფხვია თუ ქართველები რას დავარქმევთ, რა მნიშვნელობა აქვს მაგას ლეოპარდს დავარქმევთ თუ ავაზას.
ძალიან კონკრეტული პერსონაჟია შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის. ძალიან კონკრეტული თვისებები აქვს. ბესტერომში ეს აღწერილია პირდაპირ არის გადმოტანილი. ანუ ეს ვებხვი არის არსება, რომელიც გამოყოფს ბორხესაც აქ აღწერილი. თავის იმაში რა ქვია, ხეცდაწიგნში. აქვს უნარი გამოყოს მუშკის მაგვარი, სურნელი და ადამიანი როცა ამ სურნელს ან შეისუნთქავს, ან ამ არსებას დაინახავს, მას დაუძლეველი სიყვარულის განცდა იპყრობს, გიჟური. ნუ მორჩა არაფერი არ უნდა ამას, რატ უნდა ამას, ისი რა ქვია, რაღაცების ცოდნა. ჯო იმ კაცმა იცის, ის კაცი როცა წერს, მაშინ ეს ყველა მიცის. ყველა, იქ ვეფხის ტყაოსანი რო ქვია იმას, მაგიტო ქვია. ის პირდაპირ გეუნება რომ მეუყვები კაცზე, რომელიც გაგიჟდა სიყვარულით და რომელიც არ შეყვარებად შეუძლებელია, რაც ავთანდილს ემართება. ვაჟა-ფშაველა, იმიტომ კი არ არის დიდი ავტორი, რომ თვითონ მოიფიქრა რაღაცეები. გენიალური ავტორი არის იმიტომ, რომ მას შეუძლია შილერის მოდელი ისე გადაათამაშოს, როგორც შვება ამას. და რა აზრი აქვს? ანუ ვაჟა-ფშაველას მე სულ ყოველთვის აღიზიანებს, არ ვიცი არის სწორი თუ არა სიტყვა. ქართველი, ბევრი ქართველის სურვილი რომ ვაჟა იყოს უნიკალური. რატომ უნდა იყოს უნიკალური? მისი მშვენიერება ხო იმაშია, რომ რაღაცა სხვამ გააკეთა, ვაჟამაც გააკეთა, ის სხვა გამოიყენა, თავის ტექსტში გადაათამაშა, იქ მითი დაშალა თუ სხვა რამე გააკეთა, რა მნიშვნელობა? უამრავი სხვა ის არის. ამიტომ როგორ ქვია, პრინციპი ლიტერატურის, აი რასაც ეკო ამბობს იქ. პრინციპი ლიტერატურის არ არის ვიყო ყველაზე ორიგინალური. პრინციპი ლიტერატურის არის რომ როგორ შემიძლია აქცენტები გადავსვა ისე შინაარსობრივი ფსიქოლოგიური ემოციური აქცენტები გადავსვა ისე რომ სხვა შედეგი მივიღო. ხო, კი ბატონო. მე დავწერ იმას რა ქვია, მე რას დავწერ, ვიღაცა ადამიანი ადგება და დავწერ გადაათამაშებს დანტეს. აი, გამსახურდიას რომანი ახლა არ ვიცი, ვის უყვარს, ვის არ უყვარს, მაგას რა მნიშვნელობა. დიონისოს ღიმილი, როგორც ტექსტი. ლურჯა ცხენები, როგორც ლექსი, როგორც ტექსტი. რატო არის ღირებული? იმიტომ რომ კარგად არის გარithმული, იმიტომ რომ კარგი მეტაფორები აქვს. კი, მაგიტომაც. მაგრამ თავარი ღირებულება მისი რა არის? თავარი ღირებულება არის ის, რომ ავტორი ტექსტში ლექსში ათამაშებს დანტეს. და უფრო მეტიც, ძალიან კონკრეტული ადგილის გაგება ლურჯა ცხენებში შეუძლებელია. თუ ყურადღებით, შინაარსობრივადაც შეუძლებელია. თუ ყურადღებით არ გაქვს წაკითხული დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიის ჯოჯოხეთის ნაწილი. ჩონჩხიანი ტყეები. რას ნიშნავს ჩონჩხიანი ტყეები? ხო, როგორ უნდა გაიგო? როგორ და ძალიან მშვენივრად, ცალკე ეპიზოდია დანტე ალიგიერთან ეგ. ცალკე ეპიზოდია, სადაც ხედავ რომ ჩონჩხიანი ტყეები ვისი არის? ვინ არიან ის სულები, რომლებიც ესე გარდაიქმნებიან და მე ხვდები რომ ტექსტში სინამდვილეში თვითკოლობას, საკუთარ თვითკოლობის სურვილზე წერს ავტორი. აი მე წაიკითხო მოსე ზამთარაძის ნაამბობს რაღაც წეგან ტექსტზე ვლაპარაკობდით, ხო? მოსე ზამთარაძის ნაამბობს და მაქსიმუმ მიხვდები იმას, რომ საბჭოთა კავშირი როგორ ესე იგი გააშარჟა ავტორმა. რო რაღაცა ძალაუფლება მოსე არქივოსეთურთან ეპიზოდი, მოსე ზამთარაძის ეპიზოდია ეს. არქივოსეთურის. ხო, მაგის ნამ. მე იქ თუ არ გაითვალისწინებ ამ ლიტერატურულ გადათამაშებებს, მე გავიწყდება რომ ამ კაცს რატომღაც მოსე ქვია. და რატომღაც თავის თხრობას ესე იწყებს, რომ თაში ავედითო. მე დაგავიწყდება იქ, რომ ტექსტი იმისი რა ქვია, ეპიზოდის ბოლოს დადოტაშხიას გალახავენ და დაკოჭლდება. ესენი ორნი რატო არიან იქ, სადაც არიან ასულები. ანუ ეს მნიშვნელოვანია. შენ ხვდები რომ იცი რა, ამან აი ნახე კოჭლის არქეტიპი გამოიყენა, დანტე ალიგიერი გამოიყენა, ძველი აღთქმის ეპიზოდი გადაათამაშა, იმისი რა ქვია, შუა საუკუნეების ტექსტების და დანტეს ეგრეთ წოდებული მამაკაცური წყვილის მოდელი გადაათამაშა, რომ სინამდვილეში იქ შეიძლება დანტე და ვირგილიუსი იგულისხმო და ეს სრულიად ცხადია. ისევე როგორც ჩერეკილებს ხო უყურებთ ჩვენ. ხო კითხულობ ჩერეკერებს, ხო წინვალე ტექსტს და გადასარევ ფილმს. რას ვიგებთ იქიდან? იმერულად როგორ უქცევს თავი პერსონაჟი, ამიტომაც ასაცილო. და აბა შეეცადე რომ ევროპული გამოცდილება გამოიყენო და რამდენი შეიძლება იცინო მართლა. რომ უცებ შეიძლება იმას რა ქვია, მდინარეს, რომელიც ცოცხალთა და არაცოცხალთა სამყაროს ყოფს, უცებ ჩხერიმელა რო დაერქვას. იქნება ეს იყოს სასაცილო. იქნება თავარი პერსონაჟი
ის არის რა ქვია, ერთმანეთს როცა ეცნობიან, სასაცილო, იმიტომ კი არ არის, რომ უცნაური ფსევდონიმები აქვთ და უცნაური სახელები. იმიტომ რომ სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა შეხვედრის ლიტერატურული გადათამაშებაა. და ესე გაუთავებლად. მე მესმის, რომ როცა ადამიანი მუდმივად რეგულარულად კითხულობ ლიტერატურას, კი ეს ფენებად გაქვს გონებაში და შეიძლება რაღაც დროს სწორ ადგილას სწორი რაღაც ამოგიტივტივდეს. მაგალითად, აი, რახან ეკო ახსენე ვარდის სახელს რო კითხულობ და უსინათლო ბიბლიოთეკის უსინათლო იმას რო ღირს ხორხეს რო შეხვდები, თუ გაგახსენდება რომ ბორხესთანა გადაძახილი, გაგისწორდება. ან არის პრაღის სასაფლაოს რო კითხულობ, ხვდები რომ დასცინის ბევრ კონსპირაციულ თეორიას და დასცინის საკუთარ თავს, მათ შორის და უამრავ ტექსტს და მაგრამ შენ რასაც ამბობ, მაგ ლოგიკით გამოდის რომ აი როგორც ვიდეო თამაშს რო ჩართავ, არსებობს დამწყებისთვის, შედარებით რთული, კიდევ რთული რაღაცა და ექსპერტული. ანუ გამოდის რომ წიგნსაც ეგეთი ისა აქვს, ხო, გაგების, იმიტომ რომ მე შეიძლება რომ უბრალოდ წავიკითხო და მომეწონოს, თუ უფრო ჩახედული ვარ, უფრო ვიკაიფო ამით, ხო. და ეს მაინც ყველაფერი ძალიან დამალული კი არ არის. აი მაგალითად მე სკოლაში ჯერ კიდე ის თაობაა, რომელსაც სკოლაში ბაშიაჩუკი ასწავლეს. და ეს როგორ იწყება? კაცი ზის მდინარის ნაპირას, მეორე მხრიდან, მდინარის მეორე მხრიდან. მოდის ვიღაც შავ-ცხენზე ამხედრებული შეწუხებული ტიპი, რომლის ცხენსაც რატომღაც არაბულა ქვია. და სინამდვილეში მე ზუსტად ნაემთხვევა, უფრო მეტიც ბაშიაჩუკი შეიძლება იყოს პირველი ქართული ინტერპრეტაცია. შიდა ლიტერატურული ინტერპრეტაცია. ანუ ვეფხისტყაოსის ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს ბაშიაჩუკი. და უფრო მეტიც პერსონაჟები პირდაპირ დაემთხვევა ამაზე. და ამაზე როცა ლაპარაკობ, ხვდები რომ შეიძლება გასცინებოდა გაგიწერეთ ასე ხარ. არა, არ გაცინებოდა, იმიტომ ჩხუბობდნენ იქ. შენ ავთანდილი იმერელია თუ არა და ტარიელი კახელია თუ არა. არა, იმ ლოგიკით ვამბობ, რომ ხო, მესმის. ყველა პერსონაჟს იმეორებს, ფატმანსაც კი იმეორებს. ციხეში გამოკეთილ სატრფოს იმეორებს. განგებ, ხო, გასაგებ. განგებ სრულიად განგებშება. გასაგებია რომ კონტექსტი იცვლება და გადმოაგდა ისტორიულ მოვლენებს არგებს. მაგრამ ბაშიაჩუკს სხვანაირად რო კითხულობ, არის რომ ვიღაცა ორი კაცი რაღაცა სათავგადასავლო ამბავი და არც ეგრეა ცუდი ხარ. არც ეგრეა ცუდი, მაგრამ მე რა უყურებ და ხტები რომ ბიჭო, როგორ მოიფიქრე? პირველმა მოიფიქრა. პირველმა. ეჭერი კაცი. რაც არ უნდა მარტივი იყოს მოსაფიქრებლად. პირველმა მოიფიქრა ფაქტია. ყველა დიდი ავტორი ასე აკეთებს. პრინციპი, რომ მე უნდა ვიყო პირველი და ერთადერთი, ხელოვნებაში სიბრიყვეა. ფოლკნერი შეუძლებელია სახარების გარეშე, ძველი აღთქმის გარეშე. კომორიცხულია იქ. ბორხესის მთელი ოსტატობა ხო გარდა რაღაცა იმისი რა ქვია, უშუალოდ მწერლური უნარებისა. ხო იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია განუზომელი მასშტაბის შექმნას ტექსტის ინტერპრეტაციის. კი. ანუ მას შეუძლია ჰომეროსი აიღოს როგორც მოცემულობა და გადააქციოს სიკვდილის პირას მყოფ ბრმა დემენციის მქონე მოხუც ქალად. რახან ბორხესი ახსენე და კაცი რომლისგანაც ბევრ ლათინო ამერიკელ წერალს რაღაც თემები აქვს აღებული და მე ცალკე რომანები დაწერილი. მოდი ვილაპარაკოთ დიქტატორის სახეზე ლიტერატურაში. იმიტომ რომ მე ძალიან დიდ რისკებს ვხედავ და მაინტერესებს ქართული ლიტერატურა როდის დაინახავს ამას და როდის ასახავს და მოდი მივყვეთ ლათინო ამერიკული გამოცდილებით. ზოგადად როგორია დიქტატორის სახე ლიტერატურაში? კონკრეტულ ლიტერატურულ არქეტიპს ემორჩილება. და უცნაური ის არის, რომ ამ არქეტიპის ცვლილება ვინც არცა და არავის არ გამოუვიდა. რომელ არქეტიპს ემორჩილება? ეს არის ეგრეთ წოდებული რიჩარდული პერსონაჟი. ის ძირითადი მახასიათებლები, 4 ძირითადი მახასიათებელი, რომელიც მიეწერება ამ პერსონაჟს, მერე ყველა ავტორმა, აბსოლუტურად ყველამ განურჩევლად მათი გენიალობისა არ გენიალობისა, აუცილებლად გაიმეორა. რომელი 4 ის არის? ეს არის ესეთი ფორმულა. პირველი მახასიათებელი ეს არის დიდი შინაგანი ენერგია. ეგრეთ წოდებული დიონისური ენერგია, როგორც ამას ნიჩე ეძახდა.
მეორე მახასიათებელი, რომელიც ამ ტიპის პერსონაჟებს აქვთ, ეს არის ჰედონისტური მიდრეკილებები, სულიერი ჰედონისტური მიდრეკილებები, ძალაუფლების სიყვარული და ასე შემდეგ. მე თვითონ უფრო შევადარო. მესამე მახასიათებელი ეს არის მაგნიტიზმი. და მეოთხე ამ ტიპის ლიტერატურის აზრით ყველაზე უფრო იმედისმომცემი რამ. ეს არის თვითგანადგურების ინსტინქტი. მიიჩნევა, რომ ამ ინსტინქტის ჩადებით სამყარო იცავს თავს ასეთი ადამიანებისაგან. მითს ვარქმევ რა, ლიტერატურული მითი. ლიოსამ მიიღო წერილი ახალგაზრდა ლიოსამ, რომელშიც წერია ესეთი რამ. ძვირფასო კოლეგავ. კიდევ ვიძახი, არ ვიცი მართალია თუ არა. ძვირფასო კოლეგავ, ნუ შეშინდებით. გახსოვდეთ, რომ თქვენს წიგნს, რომელსაც საჯაროდ არ დაწვავენ, ჩათვალეთ, რომ არ დაგიწერიათ. ეს მნიშვნელოვანია. ამაზე დგას მთელი დიქტატორული რომანი. ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად პრედიქციით აღდგეს მერე საზოგადოებისთვის უნდა იყოს მიუღებელი. დიქტატორისთვის თუ დიქტატორის. ორივე საზოგადოება იმ დიქტატორის შემადგენელი ნაწილია, ცალკე არ არის. ქართული თანამედროვე ქართული ლიტერატურას არა იმას, რომ 300 წელს არის თანამედროვე. ხშირად უწუნებენ ხოლმე იმას, რომ ის არ არის დროის და კონტექსტის თანადროული. და მეტად პოეტურია და მეტად მარადიულ თემებს ეხმიანება, ვიდრე იმას, რომ ესე რა ქვია, უკანონო პატიმრები ყავს ციხეში, ცენზურა წესდება, ქუჩაში ცემენ ადამიანებს, სახლებში უვარდებიან. ამაზე ნაკლებად ამახვილებს ხოლმე, ამ კონკრეტულზე არ ვიცი, მაგრამ მეხაში ზოგადად რა. შენ როგორ უყურებ ამ თემას? ქართული ლიტერატურა რამდენად ასახავს იმას, რაც დღეს პირობითად ხდება ჩვენ გარშემო და მეორე მხრივ ეს უმნიშვნელოვანესი და ამასთანავე უმძიმესი პერიოდი, ჩემი აზრით, რომელიც უდგას ახლა ამ ქვეყანას, ადამიანს, თავისუფალ მოქალაქეს ზოგადად, რამდენ ხანში იქცევა გამრუდებულ რეალობად. მგონია, რომ ბესო სოლომონაშვილის რომანში ეს ამბავი წერია. რომელ რომანზე ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალგაზრდების. ანუ ამას არ დაგჭირდება, ეხა აღარ არის დრო, მეორე მსოფლიო ომის მერე ეს აღარ მუშაობს. რო გავა 30 წელი და ვიღაცა დაждდება და დაწერს. კი, ეგრე შეიძლება მოხდეს, მაგრამ სინამდვილეში ახალი ჟურნალიზმის გაჩენამ ლიტერატურაში, ხო, პირველი მსოფლიო ომის მერე და მერე განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მერე გამოიწვია ეს, რომ ლიტერატურული ტექსტები შეიძლება არა გენიალური, არა უკვდავი, არა რაღაცნაირი, მომენტალურად იმაშება, რა ქვია, მომენტალურად პასუხობს იმ ამბებს, საზოგადოების იმ შეჭირვებას, ტკივილს ან რისხანებას, რომელშიც ეს ავტორი ცხოვრობს. რატიანს რა თუნდა, ზვიათს რა თუნდა ისა, ხო დაწერა ის ლექსი. ნეგატივი, ხო დაწერა. ხო არ დაჭირვებია, რომ 10 წლეულები გასულიყო იმ ამბიდან. არ დაჭირვებია. დაწერა. ნუგზარ შატაიძე ხო ცხოვრობდა იმ დროში 90-იანების საქართველოში. ხო წერდა მოთხრობებს 90-იანების საქართველოში, ხო განიკითხავდა, აღარ ქვია, რასაც ის აკეთებდა, თქვა, ქართული საზოგადოების იმ პერიოდის ქართული საზოგადოების იმაზე, რა ქვია, მორალურ ორიენტირებზე. თამთამელაშვილის ტექსტები. ხო არის? რომელს გულისხმობ? გათვლა თუნდაც. ანუ ამ ტიპის ლიტერატურას თუ ჩვენ წაუყენებთ მოთხოვნას, რომ ის უკტავი უნდა იყოს, ამ ლიტერატურამ გაქრება. ყოფითი უნდა იყოს, ხელშესახები. მაგალითად, აი, გერმანელები საქართველოში. გადასარევი წიგნი. ჩემი აზრით მისი მთავარი წიგნი, რომელიც კი დაწერა. წავიკითხეთ, არ წავიკითხეთ, როგორ კიკოძის მოთხრობები. მათ შორის იმაზე რა ქვია, ან კიკოძის რომანი სამხრეთული სპილო. მისი ისტორიული გადააზრებები, მისი კავშირები საბჭოთა გამოცდილებასთან, თანამედროვე საზოგადოებაში ამ საბჭოთა ელემენტის ანარეკლი, ის ადამიანი, რომელიც ავტორის აზრით საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ადამიანია, როგორ ერგება თანამედროვე რეალობას, რას ჩადის. ეს ყველაფერი, ანუ იმაზე კი არა მაქვს ლაპარაკი, რომ არიქა უკეთესი არ უნდა იყოს ქართული ლიტერატურა. ცხადია და არის ქართული ლიტერატურა, ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულ საზოგადოებას ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. ძალიან უსწრებს. ამოვქოქოთ ჩვენი რუბრიკები. გადაცემის მთავარ პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად ვაკეთებთ რუბრიკას, რომელსაც ქვია არ გაჩერდე. მინდა რომ ვილაპარაკოთ შენს საკუთარ გამოცდილებაზე ამ ხრივ.
არ მახსოვს ან მეორე კურსზე ვიყავი ან მესამეზე. იმედი მაქვს არ მეშლება იმ ადამიანის სახელი და გვარი, მე მყავდა ესეთი ლექტორი თინათინ ბოლქვაძე, ენათმეცნიერებას მასწავლეთ. და ერთ-ერთ ლექციაზე მთელი ოთახი ძალიან გავილანცხეთ. ახლა მიზეზი კონკრეტულად არ მახსოვს, სავარაუდოდ რაღაც არ ქონდა სემინარისთვის მომზადებული რამე შულობა აქვს, მაგრამ კარგად მახსოვს მისი ნათქვამის ეფექტი. იმან გვეთხრა ეგეთი რამე, რომ თუ არ ისწავლით უცხო ენებს, თუ არ წაიკითხავთ ტექსტებს, რომელსაც სახლში არავინ არ მოგიტანთ, შენით თუ არ მოძებნი ამ წიგნებს და ამ განვითარების გზას როდესმე შეწყვეტ, თქვენგან აბსოლუტურად არაფერი არ გამოვა. ეს გაკეთა ძალიან გაბრაზებულმა. იმის მერე ეს იყო როდის ალბათ 2003 წელს. დღემდე როდესაც რაღაც ჩემი ურემი ლაფში ჩაეფლობა, ყოველთვის ვიხსენებ იმ ჩემს შეგრძნებას, რომელიც ამ ლექციის თუ სემინარის მერე დამეუფლა. და მეორე ამბავი ეგეთივე სტუდენტობიდან. რაც მაქვს, მაშინ იყო რომ რატომღაც არ ვიცი რამდენად სიმართლეა მაშინ სტუდენტებში იყო ესეთი ამბავი რომ ელგუჯა ხინთიბიძემ ბატონმა ელგუჯა ხინთიბიძემ 60-ზე მეტი წლის ასაკში ისწავლა ინგლისური და კიდევ იმეორება არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მაშინ როგორც იყო ისე ვყვები ლისაბონში ინგლისურად წაიკითხა მოხსენება. და ჩვენთვის მაშინ რაღაცა 19 წლის და 18 წლის ადამიანებისთვის 60-ზე უფროსი ასაკის ადამიანი თან ცოცხლებში არ ეწერებოდა. მახსოვს ჩემი განცდა, რომ ესე იმ კაცმა თუ ეს შეძლო, ესე იგი ყველაფერი შესაძლებელია. იმ რამდენიმე ადამიანმა კიდე იყო რამდენიმე ადამიანი, ხო? სტუდენტობისას როგორღაც მიბიძგეს ეგეთი რამისკენ, რომ თუ რაიმეს ინტერესი გაქვს, არ არსებობს ან თითქმის არ არსებობს არავითარი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი და შენ შეგიძლია გამუდმებული წინსვლით გადალახო ნებისმიერ წინააღმდეგობა. როცა შრომობ და მოგწონს ქსიამოვნებს ის, რასაც აკეთებ, რა ვიცი, მაზოხისტი ხო არ ხარ, რატომ უნდა გაჩერდე? ანუ სინამდვილეში მე არჩევანი არ მქონი, ანუ არავითარი არჩევანი არ გამიკეთებია. მე რაღაცები რო ვისწავლე, უყურებდი რომ შუა საუკუნეების მოდელით ვიხემძღვანელი ჩემ და უნებურად. შუა საუკუნეების მოდელი არის ეგ, რომ არჩევანი სისულელეა. ანუ არჩევანი თუ გჭირდება, ესე იგი სწორ ადგილას არ ახარ. იმიტომ რომ ფორმალურად რასაჩვევი არჩევანია, მაგრამ სინამდვილეში არჩევანი არ არის. როგორ შეიძლება არჩევანი იყოს, იმასე რა ქვია, სახში დარჩე თუ გამოსცადო საკუთარი რაინდობა. დევლი ხო არ ხარ, ეგ არჩევანი არ არის. როგორ შეიძლება არჩევანი იყოს, ამიტომაც არის, რომ ქრისტიანობა შუა საუკუნეების ყოველ შემთხვევაში საერო ლიტერატურაში ესეა, რომ ადამიანი, რომელიც ფულს აირჩევს, პირობითად მომხვეჭელობას აირჩევს, მარადიული სიცოცხლის სანაცვლოდ, სულელია და არჩევანის გაჩენის ელემენტიც კი უკვე შენი სულიერების და შინაგანი მზადყოფნის დაბალ ხარისხზე მიუთითებს. სინამდვილეში თანამედროვე ცხოვრებაშიც რო გადმოვიდანო, მთელ რიგ შემთხვევებშიც ეგ მომენტი მუშაობს. ჩვენ ხო ესე არ ვიტყვით, რომ აი ვიღაც ადამიანზე რა მაგარი კაციაო, ხო არ ვიტყვით, რომელიც დაჯდება და იფიქრებს, რომ ქალს რო ცემენ და დაჯდება და დაფიქრდება. ეხლა რომ აბა ეხლა მივეშველო ამას თუ არ მივეშველო. აი დაფიქრდა ამაზე, კარგა ხანს იფიქრე და მე გადაწყვიტა რომ მიეშველოს. მე ხო არ ვიტყვით, რომ ყოჭაღრა მაგარი კაციაო. არ ვიტყვით, ჩვენ ვიტყვით, რომ რა იყო მათ გადასაწყვეტი? სად იყო არჩევანის ადგილი? ფორმალურად გასაგებია რომ არჩევანია, მაგრამ სინამდვილეში არჩევანი არ არის, როცა 90 10-ზეა და 100 0-ზეა შეფარდება. იქ მორალური არჩევანი აღარ დგება. იქ არ ვიძახი რომ ეს სწორია, ან ასე შემდეგ. აბარაკი არ იმედი რომ მე როცა ჩემ მაგალითზე ალაპარაკი რომ მე როცა ეს რაღაცები ავირჩიე, სინამდვილეში არაფერიც არ ავირჩიე. მე უბრალოდ ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა, რაც ჩემი აზრით გამომდიოდა, რაც სიამოვნებას მანიჭებდა. და შესაბამისად, რავი, რატო უნდა გამეკეთებინა? განუწყვეტელი სიამოვნება. ანუ ყოველდღიური სიამოვნება. ანუ ყოველ კვირას მე ვიცი რაღაც, რაც არასდროს არ ვიცოდი.
რა მაგარია და ეს რა მაგარია ის კი არა რომ მე ვიცი და რა კარგი არა იმიტომ რომ ის ისტორიები რომელსაც ვკითხულობ რომელსაც გავიგებ ლამაზია მე ხო მიყვარს ეს ან ნებისმიერი რამე რო წარმოიდგინოს ადამიანს სულ ლუარსაბთად კარიძემ წარმოიდგინოს ყოველ კვირა რო ახალი თუ მას მართლა უყვარს ჭამა მე ლუარსაბს მიყვარს და იმიტომ გიждები ლუარსაბს როგორც პერსონაჟს მას მართლა უყვარს ჭამა ყოველ კვირა ახალი გემრიელი რაღაცა რო ჭამოს რაც არასდროს არ გაუსინჯავს იქამდე ის ხო თავისინებით ამაზე უარს არ იტყვის ხანდახან არის რომ ვერაფრით ვერ ხვდები 15 წლის წინ კახა ბენდუგიძემ ლექციაზე როგორ შემიშვა იმდენი რამე არ ვიცოდი ну შეუძლებლად ბევრი რამე არ ვიცოდი ხო ანუ გამოდიოთ 15 წლის მერე კიდე იტყვი დღევანდელ დღეზე რომ და მაგარია როგილაძე ინტერვიუ როგორ ჩაწერა ჩემთან იმდენი რაღაცა არ ვიცოდი ჩემს ნებისმიერ სხვა სფეროში, მაგრამ განათლებაში დაკავებული ადამიანები თან კიდე ბედნიერები არიან, რატო იცი რომ შეუძლიათ თანამეინახეები გაიჩინონ. ვინც გრჩება შენ, როგორც ამ გზაზე მიმავალ კაცს, არის ვიღაცეები, ვისაც შენ სიყვარული გადადე. შენ კი არ მიდიხარ წინ, სადღაც, არა, შენ გვერდზე მოდის და უკვე ორნი ხართ. მარტო არ ხარ. ოღონდ ამ შემთხვევაში არის კლასიკური ის ფორმა, აი აბოსწაება ქართული ჰაგეოგრაფია ძალიან მიყვარს. იქ არის ეგეთი რამე, რომ აი რა აზრი აქვს სანთელს, რომელსაც მის ქვეშ შედებ რა ქვემოს. აგიდის ქვეშ შედებ. მთელი მუღამი ხო ეს არის, რომ ეს სანთელი იწვის თან არ იწვის. ანუ ანათებს და არ იწვის და სხვები რო აინთოს და ეს გაზიარება სინამდვილეში აი მეორე ადამიანი, ბუკვალურად მეორე ადამიანი როცა გვიყვარს. ხო სქესთა შორის რაღაცა სიმპათია როცა ჩდება. თავარი ემოციური ელემენტი ხო ეს არის, რომ არამხოლოდ შენ გიყვარს. არამედ მასშიც ხედავ, რომ იცი რა, იმასაც. და სინამდვილეში სწავლის მოცემულობაც თავის იდეალურ შემთხვევაში ცხადია. მე ესე წარმომიდგენია, რომ შენ რო რაღაცა გიყვარს, შენ ვიღაცას აი ამ ადამიანებიდან რომლებიც მოდიან ამ გარემოში, რამდენიმეს უბრალოდ გადადებ. მგონია რომ განათლების ელემენტი მან მნიშვნელოვანია და არ გაჩერდე ეგ არის რავი თუ გაჩერდე რატო უნდა გაჩერდე რატო რავი ესე მოკლედ რო ხო რატო უნდა გაჩერდე ზალ ჩვენ ანუ გორგილეთ საუტანელის იმსუბუქე და კომპანია Selfie დავმეგობრდით და დავპარტნიორდით Selfie კარგ ახნის წინ ჩაიფიქრა ესეთი კამპანია რომელსაც ქვია ვილაპარაკოთ რიგი მიზეზების გამო ეს კამპანია არ დაძრეს, იმიტომ რომ მოგეხსენება მარკეტინგული კამპანიებისთვის დიდად არავის არ ეცალა ქვეყანაში. და ახლა ვიფიქრეთ, რომ მოდი მოусინჯოთ, ასე ვთქვათ, ამ გადაცემაში ფეხი ამ რუბრიკას. და დავარქვით ეგრევე ვილაპარაკოთ. არაფერი ჩვეულებრივი ამბავია, რომ ორი ადამიანი ერთმანეთში ბაასობს შეიძლება მსჯელობს ჭეშმარიტებას ეძებს ან უბრალოდ მართლა ლაპარაკობს და მეტი არაფერი რა. ვიფიქრეთ რომ ეს იქნება ამბავი რომელიც შესაძლოა მე გამომრჩა ინტერვიუს დროს. და ის შენ კითხავ რა გგონია შენთვის როგორც კონკრეტული დარგის სპეციალისტისთვის და პროფესიონალისტვის ყველაზე სალაპარაკო თემა ახლა. აი რაზე ილაპარაკებდი სიამოვნებით? პიროვნების იდეაზე, შუა საუკუნეების გავლენაზე ამ იდეასთან დაკავშირებით. რომ მგონია რომ ადამიანებს ვინც დღეს და არა მხოლოდ დღეს მიდის დინების წინააღმდეგ ყოველ შემთხვევაში რაც მოცემულ იმ გარემოს წინააღმდეგ რომელშიც ვიწრო თუ ფართო გაგებით ჩვენ გვიწევს ცხოვრება და ვინც შედის ამ წინააღმდეგობაში შეიძლება დღეს მათთვის მგონია რომ გარკვეული მორალური მხარდაჭერა, ყოველ შემთხვევაში ცდილობა მორალური მხარდაჭერისა შეიძლება საინტერესო იყოს, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. და განცდა იმისა, რომ ისინი არ არიან მარტო და ლიტერატურამ იფიქრა და შეიძლება გამოხატა და განსაზღვრა როგორ შეაფასებდა მათ ქმედებებს და მათ გადაწყვეტილებებს. დღეს პიროვნების იდეა
იმ ფორმით, რა ფორმითაც შეიძლება მე-19 საუკუნეში პირველად წარმოიდგინეს. დღეს შეიძლება რიგითი ქართველი ადამიანისთვის, რომელიც რთული სოციალური გაწყვეტილებების წინაშე დგას, მნიშვნელოვანი იყოს, გამამხნევებელი იყოს. ანუ შენ ამბობ რა აქცევს ადამიანს პიროვნება. ორი სხვადასხვა ვინმეა, ხო? ყველანი ვართ ადამიანები, მაგრამ პიროვნება შეიძლება ყველას არ გვერდოს. ხო, შეიძლება არ გვერდოს. რა აქცევს? ცნობილი ლიტერატურული ფორმულა არსებობს ამასთან დაკავშირებით. სხვადასხვა აქცენტებით დასკვნა დაახლოებით ერთგვარია, სხვადასხვა ტიპის აქცენტებით და მგონია რომ აი რაღაც რასაც შილერი როგორც ავტორი სთავაზობს ლიტერატურას და რასაც მე ჩვენ შემთხვევაში ვაჟა აკეთებს და აკეთებს ზუსტად იგივეს, რასაც შილერი სთავაზობს, ანუ ზოგადად რომანტიზმი ამ შემთხვევაში. მგონია რომ ეგ მაგის შეხსენება, მაგის პუნქტებად ბულეთებად გამოყოფა და წარმოდგენა შეიძლება ამ ადამიანებისთვის, ანუ ლიტერატურა ხო ეგ არის სინამდვილეში, რომ შენ არ ხარ მარტო. ხო, მაგას არ ვამბობ. ასე გაიაზრებს ლიტერატურა ქრისტეს ჯვარცმას. და ამიტომ არის ეს მისი გვაკუთხედი. ჯერ კიდევ შუა საუკუნეების სარაინდო ლიტერატურა ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი რაც ადამიანმა იმ შემთხვევაში რაინდმა და ამ შემთხვევაში მე პიროვნებისთვის შემოვანი არის, რომ შენ არ ხარ მარტო და ეს შენ არ ხარ მარტო არის ის კი არა, რომ მეგობრები გყავს თუ არა. არამედ არის, რომ რაღაც რასაც შენ აკეთებ, სხვასაც უცდია. და ეს სხვასაც უცდია არის, რომ შენ რო ძალიან აი მაშინ არის, რა ქვია, სიმღერა როლანძეში. ხო. შუა საუკუნეების დიდ ფრანგულ ტექსტში არის ეგეთი რამე, რომ აი ადამიანს უნდა ამოძრავებდეს, ოღონდ ეს პიროვნებასთან პირდაპირ კავშირში არის, ადამიანს უნდა ამოძრავებდეს უშუალოდ ადამიანის ჭეშმარიტ ქმედებას შეიძლება ჰქონდეს სამი ბენეფიტი, ჩვენ ენაზე თუ ვიტყვით. სამი არაპირდაპირი მიზანი. ეს არის რომ იზრუნოს სულზე, იზრუნოს სახელზე და იზრუნოს სხვათათვის. ხო. და იზრუნოს სხვათათვის, ეს არ ნიშნავს მეგობრებზე, ნათესავებზე, ნაცნობებზე ზრუნვას. ეს ნიშნავს რომ იქ სამხედრო კონტექსტში არის ეს რომ ოდესმე როცა ვიღაცას ძალიან გაუჭირდება და გაუჭირდება ისე რომ უკან მოიხედავს და გადაწყვეტს, შეიძლება გაიფიქროს რომ ხო არ გაიქცეს. უკან როცა მოიხედავს და გინახავს შენ რა ამ შემთხვევაში ამ ადამიანს წარი და ეს იქნება ზრუნვა სხვათათვის. ანუ სინამდვილეში როცა ბარათაშვილი მერანში ამბობს რომ ცუდად ხომ მაინც არ ჩავიდა ეს შემდეგ ზუსტად იმას გულისხმობს, რასაც გულისხმობს ევროპული ლიტერატურა. ხო. რომ ის უკან რომ მოიხედავს, იქ მარტო ყორანს კი არ დაინახავს. არამედ აღმოაჩენს რომ მარტო არ არის. და შუა საუკუნეების ლიტერატურა ასე გაიაზრებს ქრისტეს ჯვარცმას. ქრისტეს ჯვარცმის მთავარი პოსტულატი, საერო ლიტერატურაზე კიდევ ერთხელ ამხლობარგი, მთავარი პოსტულატი არის რომ ადამიანი მარტო არ არის. ღმერთი აუცილებლად არის მასთან. ყველაზე მეტად ჩვენს დღევანდელობას შეიძლება შილერი უხდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვაჟას გამოცდილება გვაქვს. თან მარტივია სინამდვილეში. შილერი ამბობს რომ ადამიანს პიროვნებად აქცევს 4 განცდა. უბრალოდ 4 მახასიათებელი. და თუ ეს მახასიათებლებიდან რომელიმე მაინც არ არის, piroleba არ არის. ადამიანი კი ბატონო. 4-დან ერთ-ერთიც რო არ იყოს არ აზრი არ აქვს, არა. 4-ე უნდა იყოს. WG-ისა. რა ცუდია 3 რო გაქვს და სინამდვილეში ძალიან ლამაზია. არა, ვერ გექნება 3, ამბავიც ეგ არის ზუსტად, რომ 3 ვერ გექნება, 1 თუ გაქვს. შეიძლება ამბობს რომ ავტომატურად გიჩნდება სხვებიც. აბა მითხარი ახლა, მაშინ ვერ ხვდები. რა და რა. შეიძლება ამბობს რომ თავარი პირველი მახასიათებელი არის მშვენიერების აღქმის უნარი. ანუ მუცალს რო დაინახავ და ტვინში მოკლე ჩართვა იქნება. როცა ისე ვეღარ აგრძელებ ცხოვრებას. ხო. ანუ რაღაცას რო დაინახავ რომ მშვენიერია და შენ რო შეძრული ხარ. სინამდვილეში კიდევ იმეორებ ქრისტიანობის ინტერპრეტაცია, ქრისტეს დაინახავ და შეძრული ხარ. რა კაია, მოდი გავიაროთ სხვა, რამე გავაკეთოთ არა. არ შეგიძლია ბაძვა არ დაგეწყოს. არ შეგიძლია მის მშვენიერებამ ისეთი გავლენა არ მოახდინოს შენზე, რომ შენ არ გინდოდეს რომ მისი შესაბამისი იყო. კაი, ეგ არის მშვენიერება. მეორე მშვენიერების აღქმის უნარი. მშვენიერების აღქმის უნარი, მაქვს? კი, გაქვს. მეორე. всё, ანუ გამოდის რომ ყველა გვაქვს ეხლა რა თქვი? გამოჩდება. კაი, შევხედოთ. მეორე.
სწრაფვა, ოღონდ იქ არის შილერი ამბობს სივრცის მიმართ სწრაფვა. იმიტომ რომ სივრცე ფიზიკური აზრით ყველაზე უკეთ გამოხატავს ადამიანის სწრაფვით მიმართებას. აი რასაც რომანტიზმში სკოლაში გვასწავლდნენ რომ ბუნების სიყვარულია. სინამდვილეში ბუნების სიყვარული არ არის. გასწი მერანო შენ შეჭენებას არ აქვს საზღვარი, არის სწრაფვა, რომელიც განსხეულდება სივრცეში, სივრცესთან მიმართებაში. ეს არის სწრაფვა. ხო, ეგ არ ვიცი მაგ თუ არა ეხა. სივრცეს როცა უყურებ, აი ფრიდრიხის ცნობილი სურათი როა, მოგზაური ნისხლის ზღვის თავზე ზურგით რო კაცი დგას, ეგ ხატია. სივრცის მიმართ, მისი არაგულგრილი მიმართება. ბაზარი არ არის, კი ბატონო. მესამე რომელიც მე ძალიან მიყვარს, არის რომ საკუთარ თავს უნდა შეძლო, აპატიო, საკუთარი წარსული. იმიტომ რომ თუ საკუთარ თავს, საკუთარ წარსულს არ შეუნდობ, ის აუცილებლად დაგეწევა. ხო, ეგ აი რაღაცებს შეიძლება ვერ უპატიობდე. იმიტომ რომ შილერი ამბობს, რომ პიროვნება განისჭება არა იმის მიხედვით, რა დააშავა, არამედ იმის მიხედვით, როდის იყო ყველაზე მშვენიერი. არავით არის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი კაცი ყავს ალუდას მოკლული იქამდე. სანამ მუცალს ხელს არ მოაჭრის. იმიტომ რომ ალუდა განიჭდება მუცლის ხელს არ მოჭრით. ანუ ეგ იქამდე ჩადენილი სხვა ქმედებებით. ანუ ეგ გამოდის რომ რომც არ მქონდეს ეგ გაკეთებული. ანუ მაქვს შანსი რომ სამ ხო? კი. მაშინ ჯერჯერობით თავი კუჩი მაქვს. და მეოთხე. არასდროს არ უნდა დაკარგო იმედი. მაშინაც კი როცა სიკვდილი მისჯილი გაქვს. იმიტომ რომ ჩვენ შორის არავინ არ არის ისეთი, ვისაც სიკვდილი მისჯილი არ ქონდეს. ფიქრი უნდა, ლამაზი არის. ლამაზი აი მშვენიერების აღქმის უნდა მაქვს. მეთქი რო გითხარი. ვიგულისხმე ესეც, რომ აღვიქვი რომ მშვენიერი აზრებია. მაგრამ უნდა ვიფიქრო. მაგრამ ლაპარაკი კარგი ამ სალაპარაკო თემა გადასარევი შეარჩიე. და რატო არ ლაპარაკობ მაგ თემაზე? არა, რა ლაპარაკობ კაცო. ამას ვასწავლე როცა რომანტიზმს უხსნი. მაგასაც ვასწავლე და მერიშელის ფორმულასაც. მერიშელის ფორმულა როგორია? მერიშელის ფორმულა უფრო ისეთია, ევოლუციური. მოკლედ იქაც 4 საფეხური გამოიყოფა. ამბობს რომ პირველ 3-ს ყველა აკმაყოფილებს და მე-4-ს მხოლოდ ზოგი. ანუ ის ამბობს რომ პირველი საფეხური არის რომ ინტერესი. რაც ცხოველთან გათანაბრებული საფეხურია. ანუ მერიშელი მოყვება ესე რომ კაცობრიობის ისტორიას და ადამიანის ჩვილობიდან გზას ერთმანეთს ამთხვევს სრულიად და იღებს რაღაც განმარტებას. ეს არის რა ქვია ინტერესი გარესამყაროსადმი. მეორე ეს არის სურვილი, უცნაური სურვილი ადამიანისა აღწეროს გარესამყარო. ანუ მოიგონოს ენა და არ ყოს სახელები. მესამე არის რომ დაიწყოს აზროვნება, ოღონდ აზროვნებაში იგულისხმება ცნებებით, აბსტრაქტული აზროვნება. და მერიშელი ამბობს, რომ ამ სამ საფეხურს პრინციპში თითქმის ყველა ადამიანი სხვადასხვა ხარისხით შეიძლება, მაგრამ ყველა ადამიანი აკმაყოფილებს. და არის მე-4, რომელიც მერიშელის მიაჩნია, რომ ადამიანური, მკაცრად გამოხატული ადამიანური თვისებაა. სოჯურის მაგ იდეის ინტერპრეტაციას აკეთებს დევიდ ლინჩი თავის ცნობილ ფილმში ადამიანის სპილო. ზუსტად. და მე-4 არის რომ მერიშელი ამბობს რომ ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელსაც აქვს უცნაური უნარი დათრგუნოს სიცოცხლის ინსტინქტი ცნებების სასარგებლოდ. საინტერესოა. მაგრამ ის უფრო ევოლუციურია და შილერი უფრო პოეტური. იცი რა, რუბრიკა ვილაპარაკოთ ის მეორე ხარე წამომაშველე. ერთი წიგნი რო შეარჩიო, აი რომელზე ილაპარაკებდი? ერთადერთი. ორს ვიტყვი მაშინ. ანის. ვილაპარაკებდი ან სიმღერა როლანდზეზე. ან შილერის მარიამ სტიუარტს. და რომ გონია რომ ქართველებს გჭირდება. რატო? იმიტომ რომ ის იდეები, რომელიც იქ არის, ჩვენთვის ძალიან ახლოა წესით. იმიტომ რომ ჩვენ ლიტერატურული ტრადიცია იმ იდეებს იზიარებს და იმეორებს ხშირად. და თან დღეს განსაკუთრებით შეიძლება ცხადი იყოს.
კაი ბატონო. ზალ, ეგეთი ბლიცი გვაქვს. უნდა გითხრა, პირველი წიგნი, რომელმაც მოგხიბლა. სამი მუშკეტერი. რომელი მუშკეტერია შენი საყვარელი მუშკეტერი? ეგრე არა, მე უფრო წიგნი მიყვარს. მე მიყვარს წიგნის მაშინ მე საბჭოთა გამოცემა მაქვს ჯერ კიდევ წაკითხული მეორე გვერდზე ფრაზა, რომელიც გონია რომ ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფრაზაა და ყველაზე თავხედური ავტორის მხრიდან. მოდი დავწეროთ მისი პორტრეტი კალმის ერთი მოსმით. კალმის ერთი კი. წარმოიდგინეთ დონ კიხოტი ოღონდ 18 წლისა. ძალიან კაი. და ლიტერატურა თავად დაყირადგება. თუ საყვარელ მუშკეტერ პერსონაჟს ვერ ან არასახელებ, მოდი მითხარი პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე ხშირად ბაძავდი ხოლმე ბავშვობაში. ათოსი მინდოდა ყოფილიყავ. მისი ასოციალურობა მომწონდა. ჩემთვის ტოვებდა იდუმალი მამაკაცის განცდას და მიზიდავდა ეგრე. ყველაზე მომხიბვლელი დასაწყისი ლიტერატურის ისტორიაში. მგონია რომ მარტოობის 100 წელიწადის დასაწყისი. გაიulis წლები და დახვრეტის მოვადინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელია ბუენდია გაიხსენებს იმ შორეულ საღამოს, მამამის მერე მყინვლის სანახავად წაიყვანა პირველად. ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია რაც წაგიკითხავს. ახლა უნდა იმას მიქნათ, რა ქვია. ალბათ ესე თუ ავიღებთ აბდაიკის ბრაზილია. ძალიან კაია. მაგრამ მე ისიც ძალიან მიყვარს, რა ქვია მაგას. ლუარსაბ თათქარიძეს, როგორც უყვარს თავისი ცოლი. და სულ იძახი რომ არაფერი ეგეთი არ წამიკითხავს არასდროს. ძალიან ლამაზია. ქორწინებიდან 10 წლის თავზე საკუთარ ცოლთან გაწითლება შეგეძლოს. ძალიან მაგარია. შეუძლებელი შინაგანი სისუფთავია საჭირო. კაია. სამი ყველაზე გადაფასებული ავტორი. ой, არ ვიცი ეგრე. კარგი, მაშინ ყველაზე დაუფასებელი. ძალიან ბევრნი არიან. ქართულ ლიტერატურაშიც, მოდი ქართულში სოფლიოშიც არიან. მოდი ქართულში ვთქვა. მე მგონია რომ დაუფასებელი არის სულხან საბაურბელიანი. მისი წიგნი მოგზაურობა ევროპაში. მგონია რომ ამირან დარიჯანიანი. ძალიან ნაკლებად დაფასებულია მაგაზრით. და მგონია რომ ნუგზარ შატაიძე. ყველაზე ღირსეული, რომელსაც არ აქვს ნობელის პრემია და ყველაზე უღირსი, ოღონდ უღირსი ბჭყალებში ლიტერატურული თვალსაზრისით, რომელსაც აქვს ნობელი. თუ მე სწორად მახსოვს, პერლ ბაქს აქვს ნობელის პრემია. ისა? ნობელი ვისაც უნდა კონდეს, პოლხესი რა თუნდა. რომელია ყველაზე ქართველი უცხოელი მწერალი შენი აზრით? აი მე შემიძლია ისე გითხრა, ვინც გამიხარდებოდა, რომ ქართველი იყოს. ლორან გოდე. ყველაზე მაგრად დაწერილი უარყოფითი პერსონაჟი, ვინც კი წაგიკითხავს. გონია რომ სამნი არიან და ერთმანეთს ძალიან გვანან. ეს არის ლედი მაკბეტი, შექსპირის, ეს არის დედოფალი ელისაბედი შილერის და ეს არის ეკატერინე მედიჩი ჰაინრიხ მანის. რა უფრო მნიშვნელოვანია პერსონაჟისთვის, გზა თუ მიზანი? გზა. შენთვის? ანუ ჩემთვის გზა და მიზანი ერთმანეთისგან ვერ ცალკევდება. და მოდი ბოლოს გითხარი ახლიდან რო გქონდეს სიამოვნება, აი პირველად წაკითხვის სიამოვნება, რომელსაც წაიკითხავდი. მე მაქვს უცნაური დეფექტი. მეორე წაკითხვისას უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე პირველი წაკითხვისას. ვის წავიკითხავდი ეგრე? ფოგნერს. და მას წავიკითხავდი კიდე. ონდის ქართულად არ არის. თომას ულფის მოთხრობას ჩიკა მოგავ. ეგ არ მაქვს წაკითხული. ის ორი რომანი მაქვს ქართულად რაც არის, მაგრამ ეგ არ მაქვს წაკითხული. მე მოთხრობა რო წავიკითხე პირველად. ეგ მოთხრობა რო წავიკითხე პირველად, მივხვდი რას გულისხმობდა ფოგნერი, როცა ამბობდა, რომ თომას ულფი ჩემზე უკეთესი მწერალიაო. და რომ თავმდაბლობა არ იყო. არ იყო? არა. ერთმა გაუმარჯოს მაშინ. ფოგნერსა და თომას ულფსაც. მადლობა. მადლობა პირიქით. საფიქრალი გაგვიჩინე, რაც მთავარია. აი ბატონო.
ერთი ორი ისეთი სახელიც გავიგე, რო არ წამეკითხავს და რა იქნება და როგორ იქნება.